გამარჯობათ, ეთერშია ერიმედია. გააცემით თვალსაჩინო დღეს მე ლევან ვასაძე და ერეკლე ხიტალიშვილი ისევ მოვყვებით სოფლიო და ჩვენი ქვეყნის ამბებს. და ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება კიდე. გამარჯობა ლევან, გამარჯობა ერეკლე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გამარჯობა სოთიკო, გამარჯობა ერეკლე, გამარჯობა პატრიცემულ საზოგადოებამ. როგორც ყოველთვის, როგორც წინა გადაცემებშიც აღნიშნავდით, საქართველოში არ ხდება მაინც და მაინც საინტერესო ამბები. თუმცა განხეთქილება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში რუსი ოლიგარქი ან საქართველოს ტოტალური შეტევა სისტემაზე. ამ სახელწოდებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობამ და მისმა დამფუძნებელმა პატიმრობაში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მანიფესტი გამოაქვეყნეს. ვარდების რევოლუციიდან 20 წლის თავზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მანიფესტი ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. 11 პუნქტიან მანიფესტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას და ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად შექმნის პირობებს, მათ შორის უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ქართველების პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობის მიღებას. აღნიშნულ საკითხს ოპოზიციურ პარტიაში სხვათა შორის შიდა განხეთქილებაც მოჰყვა. ნაცმოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მისი წინამორბედი ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის. ხაბეიშვილმა ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში განაცხადა, რომ მელიას ჰქონდა დრო შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ ეს გაწყვეტილება თავად მიიღო. ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე გარიცხულია თუ არა ნიკა მელია პარტიიდან, ხაბეიშვილმა ბუნდოვანი პასუხი გასცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის არავის გაურიცხავს და მანიფესტზე უარის თქმით ეს თავად მელიამ გააკეთა. მოგვიანებით ლევან ხაბეიშვილმა პოლიტიკური საბჭოს 20 ახალი წევრი წარადგინა და აღნიშნა, რომ კარი ღიარჩება ნაცმოძრაობის წინამოწვევის პოლიტსაბჭოს ყველა წევრისთვის. მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა ისინი შეუერთდნენ ერთობის მანიფესტს. შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო, როდესაც ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისთვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დათანხმდა და არჩევნებში დამარცხდა. რა უნდა ვთქვათ ამაზე? აბსოლუტურად მარგინალური ძალა, რომელსაც ესე იგი ხელოვნურად აცოცხლებენ. ჩემი აზრით ეს არის რაც შეიძლება ითქვას და დღის წესრიგი მისი არის აბსოლუტურად მიბმული იმაზე, რომ არსებობს ქართული ოცნება. თუ ქართული ოცნება არ არსებობს, თქვათ, ხო? ეს ძალას არ არსებობს. ეს არის პრინციპში პარაზიტული ძალა ქართულ ოცნებაზე, რომელიც ასე როგორც ყოველ დიდ თევზებს რო პარაზიტები ყავთ და ისინი რო წმენდნენ მას. და ეს დიდი თევზი რო იტანს ამ პარაზიტს, იმიტომ რომ მისთვის სასარგებლოა. მე ესეც საბეჭდილება მაქვს, რომ ესე იგი მათი თანაცხოვრება ერთგვარად უკვე გადაიქცა ესეც ბუნებრივ მოვლენად და საერთოდ მგონია, რომ ამ ტრენდში დიდი ხანი იქნება საქართველოს პოლიტიკა, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ, შუა უნდა გაიკრიფოს ძალიან მაგარი ლოზუნგია, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ამ ორი ძალის არსებობას ქართულ პოლიტიკაში. ეს მინდა ვთქვა. ლევან, შენ რა სიტყვი მაგ ამბავს? მარგინალური ეძახე და რეალობა, რომ მათ ყავთ თავიანთი რაღაცა სექტა, ფანატიკური, ასე ვთქვათ, მხარდამჭერებისა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს არის რაღაცა სიკეთის გზა ქვეყნისთვის. მე არაერთხელ გამიკეთებია ანალიზი რა კატეგორიისგან, რა ხალხის კატეგორიისგან შედგება ეს მიშისტების საამომრჩევლო ბაზა და მე გამოვყოფთ იმანდ რამოდენიმე სტრატას. ერთი არის ასეთი შრე მოსახლეობისა, რომელსაც არა თუ ან არა მარტო სიამოვნებდა და უხაროდა ადამიანების წამება ციხეში ჩასმა, არამედ რაღაცა დაკმაყოფილებას გრძნობდა თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე, თავისი რაღაც პრინციპებიდან გამომდინარე, როცა სხვებს მკაცრად და სასტიკად და უსამართლოდ ექცეოდა
სახელმწიფო. მეორე სტრატა მისისტებისა არის თქვათ ის ხალხი, ვინც პათოლოგიურად რუსოფობიურ ასეთ ტალღაზია და ვერ ხედავს მთელ ცინიზმს და ორპირობას მიშას მმართველობისა, როცა ის და მისი პარტაქტივის უმეტესობა არიან კომპარტიული ელიტის ბოსების შვილები, დიშვილები, შვილიშვილები და ასე შემდეგ გადახედე, ან იმ ხალხის, ვინც ძალიან უნდოდა და ვერ მოხვდა კომპარტიაში და ვერ ხედავს აი ამ ელემენტარულ ორმაგ სტანდარტს, როცა ერთის მხრივ ეს მედროვეების ესეთი ქრესტომატიული მოდგმა, რომელსაც თავისი მედროვეობით მარტო ქართული ოცნება თუ გაეჯიბირება და თავისი ცინიზმით არის აი ესეთი, როგორ გითხრა, თითით საჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში მოსული ახალი იდეოლოგიის მონა, ისევე როგორც ქართული ოცნება და მე არაერთხელ მithქვას, რომ ხვალე რომ აქ ჩინური კონფუციანისტური სისტემა მოვიდეს, სწორედ ამ მედროვეების შვილები იქნებიან, ვინც მას დაუდგებიან სამსახურში და მესამე სტრატა მიშისტების საამომრჩევლო ბაზისა არის მოულოდნელი. იგი წარმოიქმნა დაახლოებით ბოლო სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ინტენსიობით ბოლო 7-8 წლის განმავლობაში. ეს არის ხალხი გამწარებული ქართულ ოცნებაზე, რომელსაც ისე ენატრება და სძულს პირადად ბიძინა და ქართული ოცნება და ისე უნდა მათი დასჯა იმ გულგაცრუებისთვის და იმ გადაგდებისთვის, რაც ქართულმა ოცნებამ შესთავაზა ქართულ საზოგადოებას, რომ მის ჯინაზე აძლევს ხმას მიშას. ოღონდ ესენი დაისაჯონ და ყველაფრისთვის მზად არიან. და ნუ აი ეს სამი, ასე ვთქვათ, შრე შეადგენს რაღაცა პროცენტს ჩვენი მოსახლეობისა და რა თქმა უნდა ქართულ ოცნებასთან ერთად წარმოადგენს სრულად უპერსპექტივო ძალას. ეს ერთი. მეორე ვიტყოდი, რომ მაგრამ ძალიან სამწუხარო რეალობას. მაგის გამოა აი ამ ორი ვაჟბატონის გამოა არა მარტო პიროვნებებს გულისხმობ, არამედ პარტიებსაც, პარტია ვაჟბატონის გამოა, რომ 60% ან შეიძლება მეტი ჩვენი მოსახლეობის აღარ დადის არჩევნებზე, იმიტომ რომ ყველაფერზე გაუცრუვდა გული და არის სრულ აპატიურ მდგომარეობაში. მეორე, რაც მაგ მანიფესტის სასაცილო სახელია მიშას ნებისმიერი დოკუმენტისთვის, გეგონება ლენინი მყავდეს ან იმ გეი მანიფესტოს ავტორი. ხო და რა ქვიან, მეორე რაც სასაცილოა მაგ დოკუმენტში არის ის, რომ ესენი გვევლინებიან ესე თვითნაკეთ კონსერვატორებად, თურმე წინააღმდეგნი არიან უკონტროლო იმიგრაციისა, რაც არის ფუნდამენტალურად ანტილიბერალური ლოზუნგი, იმიტომ რომ ლიბერალები, როგორც ნაცები, ისე ქოცები არიან, რა თქმა უნდა, ლიბერალური იდეოლოგიის მონები, მისი ნაწილი არის სახელმწიფო საზღვრების და სახელმწიფო კონტროლის გაუქმება და საქართველოს გადაქცევა საერთაშორისო აჯებსანდალად. მიშას დროს დაიწყო შემოდინება ახლო აღმოსავლური და აფრიკული იმიგრაციისა და ეხლა თურმე მიშა გამხდარა კონსერვატორი, რომელსაც უნდა საზღვრების ჩაკეტვა. რა თქმა უნდა, აქ ყურები უჩანს მათ რუსოფობიას ისევ, იმიტომ რომ ამ პუნქტში იგულისხმება არა იმიგრაცია როგორც ასეთი, არამედ რუსი IT სპეციალისტების და თქვათ სხვადასხვა პროფესიების ხალხის იმიგრაცია, რომლებმაც სხვათა შორის თავიანთი ფეხებით, ასე ვთქვათ, ანუ თავიანთი მოძრაობით გამოავლინეს უთანხმოება პუტინის ქმედებებთან და გადმოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში საცხოვრებლად. აი სწორედ მაგათ წინააღმდეგ გააქვთ ამათ მიმართული ეს უპერსპექტივო პუნქტი, იმიტომ რომ გაუგებარია თუ იმიგრაციას აკონტროლებთ, მაშინ როგორ უნდა მოახდინოს სელექცია, რატომ უნდა შემოუშვა, თქვათ, ერთმანეთისგან რო ვერ გაარჩევ რუსი და არ უნდა შემოუშვა რუსი და უნდა შემოუშვა, თქვათ, ვიღაცა ეგრევე საწყალი უკრაინელი, რომელიც გამოექცა ომს. და მესამე, რასაც ვიტყოდი ამ პუნქტზე კომენტარებისას, ესეთი რაღაცეები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობის გეგმის სისწორეს, რომ როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში,
აუცილებლად გაუქმდეს პარტიული სისტემა და ყველა ადამიანი იყოს არჩეული პირადად და აღარ ქონდეს საზოგადოებას აი ეს იწილო რაღაც პარტიული შიდა უთანხმოებებისა, რომლებზეც ამდენებულია ჩვენი ქვეყანა აი ამ სპექტაკლზე ხარჯავს თავის დროს. უცხოურ ამბებზე გადავიდეთ, ისრაელსა და პალესტინელთა მოძრაობა ჰამას შორის. დროებითი ჰუმანიტარული ზავი, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და ამ დროით სარგებლობას ღაზის სექტორში მყოფი ისრაელიდან გატაცებული ქალების და ბავშვების გასათავისუფლებლად, კიდევ ერთი დღით გაგრძელდა ჰუმანიტარული ზავის კიდევ ერთი დღით გაგრძელება 30 ნოემბერს დილით კატარმა დაადასტურა, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალია. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით მოლაპარაკებები გრძელდება იმ იმედით, რომ ცეცხლის საერთოდ შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ. ისრაელსა და ჰამას შორის 4 დღიანი ზავი 24 ნოემბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ 2 დღით 30 ნოემბრის 7 საათამდე. 6 დღის განმავლობაში ჰამასმა 97 მძევალი გაათავისუფლა, ხოლო ისრაელის საპატიმროები 210-მა პალესტინელმა დატოვა დროებითი ზავის ამოქმედებამდე. ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზის სექტორში სულ 240-მდე მძევალი იმყოფებოდა. მე წინა გადაცემებში ვისაუბრეთ ამაზე ვცვლად და ჩემი აზრით არაფერი დიდად არ შეცვლა ამ ამბავში. ახლა მე ამ სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმ ცინიზმში, როდესაც ლაპარაკია, რომ მიდის ესე იგი რაღაც გაცვლა იგივე მძევლების იმ მუხარის ფონზე, ესე იგი როგორც კი მორჩება მძევლების ესე იგი გაცვლა, გაგრძელდება ესე იგი საშინელი დაბომბვები და განადგურება, ხო? ამ ღაზას სექტორის და არანაირი ეს რაღაც დროებითი ესე იგი ცეცხლის შეწყვეტა ხო არანაირი იმედს არ გვიტოვებს იმისა, რომ იქ არ გაგრძელდება გენოციდი და მძიმე სიტუაცია, რომელიც არის ახლა ამ სივრცეში. რაც ჩემი აზრით კიდევ ერთხელ ხას უსვამს საერთაშორისო ესე იგი ძალების და საერთაშორისო თქვათ გაეროს და სხვა ორგანიზაციების უმწეობას აბსოლუტურად და პრინციპიალურად მათ არაფრის შესვლა არ შეუძლიათ, როდესაც პრაქტიკულად არიან დამკვირვებლებად ახლა და ვერ წყვეტენ ამ სისხლისღვრას. თქვენი აზრით საინტერესოა ბატონო ლევან. წინა გადაცემაში ვთქვით, რომ შეთანხმება ახლოს იყო ისრაელსა და ჰამას შორის, თუმცა ახლა უკვე 6 დღეა, რაც მძევლების გათავისუფლება და გაცვლა მიმდინარეობს. ნუ ერთის მხრივ ყველა დღე ასე ვთქვათ სროლის შეწყვეტისა, ნუ როგორც რაღაცა წალწაღებული რო ხავს ეჭიდება, ისე უნდა გვახარებდეს ეს ერთი, მაგრამ რა თქმა უნდა, მან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება. ჯერ ეს ერთი, რაც შეეხება მძევლების გაცვლას. ცოტა ვინმე თუ მოაქცია ყურადღება, რომ რამდენი მძევალიც გაანთავისუფლა ისრაელმა, დაახლოებით მაგდენივე ნაკლები, მაგრამ დაახლოებით ნაკლები აიყვანა მძევლად ვესტბანკში, დასავლეთ სანაპიროს სექტორში, სადაც მას აქვს ისეთივე შესაძლებლობები პალესტინელების ხოცვისა და დატუსაღებისა, როგორც ღაზაში. და ამიტომ ერთი ხელით მან გამოუშვა ამ გაცვლის პროცესში პალესტინელების რაღაცა კონტინგენტი თუ არ მეშველება 200-მდე პალესტინელი და მეორე ხელით მან რამოდენიმე ათეული თუ არ მეშლება 50 დღეს დააპატიმრა და გუშინ. არა, გუშინ უკაცრავად დღეს კიდე რამდენიმე ათეული. და ისმის საკითხი ხამასმა რა ეს არის ის და რატომ მიდის ყველაფერ ამაზე. რა არის ის რომ რამდენსაც გამოუშვებს თავისი მხრიდან აი ამ გაცვლის მცდელობისას ისრაელი მოტრიალდება და აი ამ უსასრულო წყაროდან ვთქვათ მშვიდობიანი მოსახლეობის ძევლებისა შეავსებს თავის ციხეებს. რა თქმა უნდა, ხამასმა ეს იცის,
და მაშინ ისმის რა სტრატეგიულ, ან უпростоრად რა ტაქტიკურ მიზანს ემსახურება აი ამ ძევლების ესეთი უნაყოფო გაცვლა პალესტინელებისათვის, ხო? პასუხი არის, რომ იმ ჯოჯოხეთში, რომელშიც ღაზას მოსახლეობა ახლა იმყოფება, მათთვის ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ მოეთქვათ სული, ცოტათი მაინც შეეშვათ ებრაელებს, ისრაელელებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კონვოები, მედიკამენტებით და საკვებით და ცოტათი მაინც შემსუბუქებულიყო ღაზას მოსახლეობის უკიდურესად გაუსაძლისი მდგომარეობა. ანუ არსებული მძევლების დაახლოებით 1/3 მათ გაცვალეს არა პროპორციულ მძევალთა რაოდენობაში, რომელიც მითია და რომელიც ეგრევე შეავსო ისრაელმა, არამედ აი ამ პატარა ასე ვთქვათ, ფანჯარაში, რომელშიც გაყვეს თავი და ცოტა ჰაერი ჩაისუნთქეს. ეს რისი თქმაც მინდოდა მეორე. და მესამე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სათქმელია, მაქვს სათქმელი მთელი ჩვენი გამოთაყვანებული ქართული ლიბერალური სპექტრისადმი. როგორც უნამუსო უფროსი ასაკის ლიბერალებისადმი, ასევე უტვინო ახალგაზრდა ქართველი ლიბერალებისადმი. სად არის თქვენი ჰუმანიზმი? სად არის თქვენი მათემატიკა? სად არის თქვენი ადამიანის სიცოცხლის ერთნაირი მნიშვნელობა დამოუკიდებლად მისი რასისა და ნაციონალობისა? თქვენ არიცით, რომ ისრაელმა 8 კვირაში მოკლა მეტი მშვიდობიანი მოსახლე, ვიდრე დაიღუპა უკრაინაში 2 წლიანი ომის განმავლობაში. და თუ ეს იცით, სად არის თქვენს Facebook პროფილებზე არტყმული პალესტინის დროშის ავატარები? რა ორმაგი ბარბაროსული, ფაშისტური, რასისტული დისკრიმინაციის დემონსტრირებას ახდენთ თქვენ მერამდენეჯერ. თქვენ ხო ამბობთ ლიბერალებო, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე თანაბარ ფასოვანია და რაღა მაინდამაინ ასეთ დისკრიმინაციას ახდენთ. რაღა მაინდამაინ ყველაფერი ეროვნული გეზიზღებათ და ოჯახური და წესიერი და რაღა მაინდამაინ საწყალი არაბების სიცოცხლე კიდიათ ფეხებზე. როგორ შეიძლება შენ 8 კვირაში ერთმა მხარემ თვალწინ ამოგიხოცოს 14,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე, გადაასწროს 2 წლიან რუსულ-უკრაინულ მასიურ ომს და შენ უნამუსო შენა იყო ჩუმად და შენ Facebook ხო გიყვართ, მე მაგალითად Facebook-იც კი არ მაქვს, მაგრამ რომ მქონდეს ყოველთვის და მარაჯამს მარტო ქართული დროშა იქნებოდა ჩემს პროფილზე, ხო? მაგრამ თქვენ ხო გიყვართ ამ დროშების ფრიალი და სად არის კაცო თქვენ პროფილებზე პალესტინის დროშები? დამანახეთ, რომ მართლა გულისხმობთ ადამიანთა თანასწორობას. თქვენ უნამუსო იდიოტებო თქვენ. გავაგრძელოთ. საინტერესო განცხადება გაკეთდა საკმაოდ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა უშიშროების საბჭოს მდივანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეთ. მისი თქმით, აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება. ამის შესახებ შამბა მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთან ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ საუბარში განაცხადა. ახლა ვციტირებ სერგეი შამბას სიტყვებს, მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო, არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ მთელი ევროპა, ამის მაგალითია. აფხაზი პოლიტიკოსის პოზიციას დაეთანხმა ვახტანგ ყოლბაიაც, მისი თქმით, ასეთივე განცხადებები ასლამ ჟანიას პრეზიდენტობის დასაწყისშიც ისმოდა. ეს ძალიან საინტერესო განცხადებაა, თუმცა ეს ხშირად არის შამბას მხრიდან ხოლმე ეს განცხადება, მაგრამ ეს მე მგონი ემთხვევა რაღაც იმ აზრს, რომელიც ლევანმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა, რომ შესაძლებელია ეხლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფანჯარა გაიხსნას და ეს
აუცილებლად უნდა დაიწყოს ინტენსიური მუშაობა ამას. იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივად როდესაც ეს ემთხვევა ხოლმე ესეთ პრობლემებს, რომელიც აქ ახლა რუსეთს მაგალითად ხო, მას ახლა სჭირდება აუცილებლად რომ ის წარმოჩინდეს უკვე სხვა სახით და ამის არ გამოყენება ჩემი აზრით იქნება დანაშაული. ხო და ამიტომ ეს რეალური სიტუაცია იქიდან გამომდინარეობს, რომ შეშინებული ქართული ოცნება, ესე იგი, სულ მუდამ იმეორებს იმას, რომ იცით რა, მე არ ველაპარაკები. თქვენ გეგონიათ, რომ მე ველაპარაკებ, ჩვენ არანაირი კონტაქტი არ აქვს. ეხლა აი დიდი შეხვედრა იყო საერთაშორისო და იქ იმყოფებოდა ლავროვი და ესე იგი ისეთი ამბავი აუტეხეს ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს, იქ როგორ იყავიო, იგივე შეხვედრაზე იყო მთელი ევროკავშირი და იმაზე არავის არაფერი არ უთქვია და ეს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ესე იგი საშინელ წნეხში გაატარეს ამის გამო და ჩვენ გონია მე ესე რომ ვერ გადავწყვიტავთ ჩვენ პრობლემებს თუ არ დავიწყეთ ამის გადაწყვეტა ელემენტარულად ან ერთი გზით ან მეორე გზით. ნუ აი შენ თქვი რომ შესაძლოა ფანჯარა იყოს ღია და ფანჯარა ღია 2 წელია და ფანჯერიდან უბერავს აფხაზური ციტრუსების ზღვის სურნელი და გვეძახის და აბსოლუტური პოლიტიკური უნამუსობის ეტალონია პირადად ბიძინას მხრიდან და ქართული ოცნების მხრიდან ამ ფანჯარაში არ შეხედვა, არ შესვლა და არ მცდელობა ჩვენი მცდევნილების დაბრუნებისა. ეხლა სერგეი შამბა როგორც პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ამ ასეთი განცხადებებით გამოირჩევა, ჩვენ ვიცით მთელი ამ წლების განმავლობაში, არ არის მარტო ამ ტრენდში. ასლან ბჟანიაც კი, რომელიც ითვლებოდა ამა თუ იმ ფორმით უფრო შეურიგებელი პოზიციის მატარებლად ქართველების მხრიდან უნისონში იგივე გზავნილს აჟღერებს ჩვენს მიმართ. ეს რას ნიშნავს, რომ ეს დაკვეთა მოდის არა მარტო აფხაზური საზოგადოებიდან, არამედ უკვე ამ სეპარატისტული ანკლავის რუსი პატრონების მხრიდან. ანუ ყრაკნან ეხა მეტი მართლა იმას ბიძინას ხო არ ჩააკითხავენ თავის შუშის სასახლეში და არ ეტყვიან ჰე რა შვები კაცო არ გინდა აფხაზეთის დაბრუნებაო და ყველა ის პოლიტიკოსი ვინც უარს აცხადებს დიალოგზე დღეს პირდაპირ დიალოგზე რუსებთან და აფხაზებთან და ოსებთან ცხინვალში ხო არის მოღალატე ქართული ინტერესებისა მე მესმის რომ ამისი განზრახვის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება სისხლის კიბო დაგვემართოს ან ავარიაში მოვყვეთ როგორც ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს მინდა ამაზეც ველაპარაკო ჩვენი გადაცემის მეორე ნახევარში მაგრამ მაშინ რა კაცი ხარ შენ რისთვის ცხოვრობ შენ თუ შენ ამას არ უკეთებ შენ ქვეყანას რისთვის ხარ პოლიტიკაში ჯიგარო რომ ბიტკოინებზე მაყუთი აკეთო და მე მაგ მაყუთის ნაწილით იქველმოქმედო და კაი ტიპის იმიჯი გქონდეს როგორ შეიძლება ეგეთი პოლიტიკის გატარება ეს არის სირცხვილი და თავის მოჭრა მთელი ქართული ოცნება არის აბსოლუტური სირცხვილი საქართველოსი როგორც პოლიტიკური ძალა. იმიტომ რომ აგე რა გვეძახიან პირდაპირ დაგველაპარაკეთო და ჩვენ გვეშინია აი ამ ძროხას დამგვანებული მოკივანი მამაკაცოიდი ქალების და ამ ჟემანური ფემინური ნაკაცარების, რომლებიც ჭყივიან ასეთ რაღაცეებზე თავიანთი სპონსორების დაკვეთით. შემირცხვენია მე პირადად ბიძინაც და მთელი ქართული ოცნება იმისთვის რომ 2 წელია არ ვცდილობთ 12 წელია რაც 11 რაც ეგენ ძალაუფლებაში მოვიდა რა განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ჩვენ ვუშვებთ ოქროს შანსს ჩვენი ხელიდან და ამიტომ ეს არის ყოვლად დაუშვებელი და საჩქაროდ შესაძლებელი იმიტომ რომ თუ შენ ამას არიზავ
მერე შენ შეიძლება ისე შეგიტრიალდეს ეს დროება, რომ მართლა სამუდამოდ ჯვარიც გწერია დაკარგო ეგ ტერიტორიები და რა განასხვავებს პატრიოტს ობივატელი მენიფთე მედროვე ლიბერალისაგან. პირველ რიგში თანამედროვე საქართველოში პატრიოტს ლიბერალისაგან განასხვავებს სწორედ ეს. ჭინკას ურწმუნო ათეისტ ლიბერალს არ ჯერა, რომ საქართველო როდისმე დაიბრუნებს აფხაზეთს და ცხინვალს და ყველა პატრიოტს ეს სწამს. როგორც წამს ღმერთისა და ამაშიც ჩანს ამათი მყრალი ათეიზმი და ინერტულობა და სილაჩრე. მე მეც სიტყვებს ვერ მონახავ ამისათვის. გავაგრძელოთ. ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე მოქმედი ბოლო გამშვები პუნქტის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ლაპლანდიაში მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტი 29 ნოემბრის შუაღამიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში დაიკეტება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, პრემიერის თქმით მთავრობამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ საზღვარზე ყველა გამშვები პუნქტი დაკეტოს. გასული კვირიდან ფინეთ-რუსეთის საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტებიდან მხოლოდ ერთი გამუშაობდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პორტებსა და აეროპორტებში. გადაწყვეტილება არ შეეხება რუსეთსა და ფინეთს შორის სატვირთო სარკინიგზო გადაზიდვებს. შეგახსენებთ, რომ მზარდი მიგრაციის აღსაკვეთად ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე თავისი საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვა დაიწყო. ეგ რაღაც ასევე კომიკური ამბავია, იმიტომ რომ რეალურად ამ გამშვებ პუნქტებზე რასაც იძახიან ფინელები, მე როგორც გავიგე, დაახლოებით 600 კაცი მიგრანტი გადავიდა. ეს არ მგონია, რომ დიდი პრობლემა იყოს, ხო? მე მგონი უფრო სანტა-კლაუს დაუკეტეს ლაპლანდიიდან რუსეთში გადასასვლელი საზღვარი. რაღაც ესეთი საახალწლო ხუმრობა მგონია ეგ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს არასერიოზულია. აბსოლუტურად. სწორედ რომ სანტა-კლაუს დაუკეტეს, სწორედ რომ რუს ტურისტებს და ვიზიტორებს დაუკეტეს, დათვლილია უკვე რომ 4 მილიარდ ევროს აღწევს ფინეთის ეკონომიკური ზარალი ამ მზარდი შეზღუდვებისაგან რუსეთის მიმართ. ფინეთი მოქცეულია ამ ვაშკაცი მშრომელი მრისხანე ხალხის ქვეყანა, რომელმაც თავის დროზე უპრეცედენტო ის გამოიჩინა საბჭოთა კავშირის არმიის წინააღმდეგ ვაშკაცობა და ისეთი ეომა, რომ დღემდე დიდ პატივს სცემენ რუსები ამის გამო ფინელებს. მერე გაატარა აბსოლუტურად ადეკვატური ნეიტრალისტური პოზიცია, სუვერენისტული ნეიტრალისტური პოზიცია და ცოტა ქვეყანა თუ მოიხუნახებოდა დიდი სამამულო ომის მერე, რომელმაც შეძლო ესეთი ვაშკაცობით არ შეეთრიათ ამერიკელებს ნატოში და შეენარჩუნებინა სუვერენიზმი და ოქროს შუალედი მოენახა რუსეთთან და მაგრა გაეხარა ამის გამო რუსული ეკონომიკის სხვადასხვა სიკეთეების მეშვეობით. ხო, ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ დაინგრა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მერე. ფინურმა ლიბერალურმა საჭინკეთმა შეჭამა ნარჩენები ფინური კონსერვატიზმისა და შეაგდო ქვეყანა თვით განადგურების ამ თავის გიგანტურ სამხრეთულ, იმიტომ რომ რუსეთი ფინეთისთვის სამხრეთული მეზობელია, მეზობელთან სრულიად თვით დესტრუქციული, თვით გამანადგურებელი პოლიტიკის გზაზე და რა აფხაზეთზე ნაკლები ტერიტორიაა ყოფილი ქარელიის რეგიონი, რომელიც საბჭოთა კავშირმა წაართვა ფინელებს. თუ ფინელებს ნაკლებად უყვართ თავიანთი მიწა, რომ ეს სწორად მიყავდათ რუსეთთან პოლიტიკა და წინ მხოლოდ გაუარესება ელის ესეთი პოლიტიკის გაგრძელების პირობებში რუსულ-ფინურ ურთიერთობებს და მე კიდევ ნახავ რას მოიგებს ფინეთი იმისაგან რომ აქაც დაუჯერა ამერიკელებს, გლობალისტებს ამერიკელებს რას ვერჩი და
ასეთი თვითგვემის რეჟიმში გადაიყვანა საკუთარი სახელმწიფო. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი, ვენესუელამ გადაწყვიტა ძალით აიღო სადავო გაიანა ესეკიბოს რეგიონი და უკვე დაიწყო ამ რეგიონში სამხედრო ოპერაცია. ამის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა წერს. მედიის ინფორმაციით ბრძოლები უკვე მიმდინარეობს ვენესუელის არმიასა და გაიანას რესპუბლიკის ძალებს შორის. ამ თემაზე ძალიან საინტერესოა სტუმარი გვეყოლება და ამ თემასაც განვიხილავთ, იმიტომ რომ ის ძალიან კარგად ერკვევა ამ გეოპოლიტიკაში. მე მაინდა-მაინც გაიანას და ვენესუელის კონფლიქტის ძირეული საწყისები არ ვიცი და შესაბამისად მეც ინტერესით მოусმენ ბატონ ლევან პირველს, რომელიც ჩვენი სტუმარი იქნება მეორე ნაწილში ჩვენი გადაცემის და იმედია რომ კიდევ ბევრი სხვა საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ ბატონ ლევანთან. ნუ ლევანს მეც ინტერესით მოусმენ, მაგრამ აქ ვიტყვი ჩემს კომენტარს, ჯერთი გაიანას პრეზიდენტს ქონდა ჩვენთან ურთიერთობა, როცა მე უფრო აქტიურად ვიყავი დიდ ბიზნესში ჩართული და გვეპატიჟებოდა იქ როგორც ინვესტორებს და თავის დროზე სწორედ ამ პოტენციური არასტაბილურობის გამო არ ჩავერიეთ და არ ჩავდეთ იქ ჩვენ ფული და ეს რაც ახლა მოხდა ჩემი აზრით და მე მაინტერესებს როგორც უკვე თქვი ლევანის აზრით არის სწორედ ის ჰორიზონტალური ესკალაცია რომელზეც დაგლას მაკგრეგორი ლაპარაკობს რუსეთთან მიმართებაში. იმიტომ რომ ვენესუელა არის სამხრეთ ამერიკაში მთავარი ხიჭვი ამერიკის შეერთებული შტატების გლობალისტური ძალების ფერდში და ეს არის აშკარად პირდაპირი მითითება იმაზე, რომ მულტიპოლარული სამყაროს წარმოშობის პირობებში ვენესუელამ, მადურომ გაუბედა ამერიკას ის, რაც არ გაუბედია ეგერე ამ კონფლიქტის გაყიდვიდან მოყოლებული. ანუ ჩვენ საქმე გვაქვს, ჩემი აზრით, უდაოდ კიდევ ერთ დემონსტრირებაზე იმისა, რომ ერთი ჟანდარმი არა თუ მთელ დედამიწას ვეღარ წვდება და ჩვენი კრეტინი ლიბერალების გასაგებად მინდა ვთქვა და ქართული ოცნების კრეტინი იდეოლოგების გასაგებად მინდა ვთქვა, რომ არა თუ მათ არა აქვთ უფლება საქართველოში გვიკარნახონ რაღაც გენდერული LGBT ეგრეთ წოდებული ნორმები. ეგერე საკუთარ სამეზობლოში ვეღარ აკონტროლებენ ეგენი თავისი ჟანდარმის მონოპოლიურ პოზიციებს და ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე. მე არ გამიკვირდება თუ ამ კონფლიქტის მსვლელობისას ჩვენ დავინახავთ რუსეთის მხრიდან მხარდაჭერას კარაკასის მიმართულებით. ანუ ეს ღერძი კრემლი კარაკასი გაძლიერდება და არც ის გაგიკვირდეთ რომ ვენესუელას სოციალისტური წესწყობილებიდან გამომდინარე ჩვენ ამა თუ იმ ფორმით დავინახოთ პეკინი კარაკასის ღერძიც ამ კონფლიქტში. ბატონო, სტუმართან ერთად მე მგონი უფრო საინტერესო იქნება ამაზე საუბარი და მე ჩემს ადგილს დავუთმობ სტუმარს, მაშინ გადავიდეთ მეორე ნაწილზე. გამარჯობა ლევან, დღეს ჩვენი სტუმარია ლევან პირველი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ძალიან საინტერესო პიროვნება, ძალიან საინტერესო მოღვაწე კაცი. და მისი აზრი ჩემს ყოველთვის საინტერესო იყო და ამ ძნელბედობის ჟამს კიდევ უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ჩემზე გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში, სხვა საქმიანობაშიც და მე მიხარია რომ დღეს ერთად ვარ და შეგვიძლია ვისაუბროთ. საღამოშვიდობის შოტიკო, საღამოშვიდობის ლევან. ძალიან სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობს. ჩემთვისაც ასევე. მოდი აი ესეთი თემით მინდა რომ დავიწყოთ თუ შეიძლება. მე მინდა შევადარო შენი მადლობა ღმერთს არ შემდგარი დაღუპვის ქრონიკა, ჩემი მადლობა ღმერთს არ შემდგარი დაღუპვის ქრონიკა და რაღაცეები მინდა ეხლა მოვყვე, როგორც მე ვიცი, მათ შორის შენგანაც, მაგრამ არა მარტო შენგან.
და რასაც მე არასწორად ვიტყვი, თამამად გთხოვ რომ ჩამისწორო და მე დაგისვავ შეკითხვას რა. 2002 წელს, ანუ ვარდების რევოლუციამდე 1 წლით ადრე, შენ ხარ ერთადერთი პარლამენტის დეპუტატი, რომელიც არ აძლევ ხმას პარლამენტში ამერიკელების გლობალისტური, ასე ვთქვათ, ძალების მორიგ დირექტივაზე. რა ერქვა, ხო ვერ შემახსენებ აი იმ კენჭისყრას, რომელშიც შენ ერთადერთი დეპუტატი იყავი, ვინც ხმა არ მიცა მას. ეს იყო საქართველოს და შეერთებული შტატების შორის სამხედრო სპეციალური ხელშეკრულება. ურთიერთობების მადლობთ. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი შენი როგორც დეპუტატის ნების გარეშე გავიდა, მაგრამ ის არ გავიდა ჩრდილოკორეული ერთსულოვნებით, რომელიც ესეთ საკითხებში უყვართ ამერიკელებს. ხდება გასაოცარი რამ. არიზარებს და ამერიკის ელჩი მგონი რიჩარდ მაილსი პირადად მოდის შენთან ხვდება და კიდევ ვიღაცა იყო თუ სწორად მახსოვს ამ ელჩის გარდა. ჯონ მაკეინი და მაილსი ჯონ მაკეინი და ესე იგი არ დაიზარდეს, ჩამოვიდნენ თავიანთი ამერიკული ოლიმპოდან, დაგიჯინეს და დაკითხეს როგორ გაბედე შენ ხმის ანუ საკუთარი აზრი გქონოდა საკითხზე, რომელზეც ადამიანს სხვა აზრი არ უნდა გქონდეს. შენ აძლევ მათ დეტალურ ხელშეკრულება, რომელიც დღესაც ძალაშია. მე ვიცი მისი დეტალურად ტექსტი სრულად ხო და ამის შემდეგ შენ კი ნაღა მიღუპები. ანუ შენ მათ აძლევ ამომწურავ როგორც შენ ჩვევია ზრდილობიან დაალაგებულ პასუხებს და ამის შემდეგ შენ კი ნაღა მიღუპები. ეხლა ამასაც ცოტა მინდა შევეხო, იმიტომ რომ აქაც რაღაც ასპექტებია, რომლებიც გასათვალისწინებელია. შენ მოდიხარ ორი ჯიპით ფოთის ლარივით გაჭიმული ხეივანის გზაზე ღამე დაახლოებით 120-130 კმ/სთ. თქვენ გზაზე გეწევათ ამ ღამეს ჟიგული თუ სწორად მახსოვს, ღრიალა ძრავით და ეჭხირება თქვენ ორ მანქანას შორის, რაზეც ბუნებრივია ორივე მანქანის დაცვის ბრძოლები აძლევენ ბუნებრივ რეაქციას, ასწრებენ ჟიგულს, ანუ იძულებულნი არიან ააგდონ სიჩქარე 160-მდე. აი ამ 160-ით შენ გახსოვს, რომ ჩაუქროლე მილიციის ტეკის ჩამქრალ პუნქტს და მიუხედავად იმისა, რომ ბუნდოვნად გახსოვს, მერე რაც მოხდა, იქ ნაღდად გახსოვს, რომ შენ დაინახე ოფიცერი, რომელიც რაციაზე აი ამ ჩამქრალი პუნქტის ფანჯარაში რაღაცას იძახდა. ამ მომენტში მოპირდაპირ მხარეს დაყენებული პარკინგში დაყენებული ავტომობილი უციმციმებს შენ ძღოლებს თვალებში ეგრეთ წოდებულ დალნი შუქს, რომელიც აბრმავებს მათ და თქვენი ესკორტი ეჯახება ტორმუს მუხრუჭის გარეშე გზაზე დაყენებულ ტრაქტორს და ტრაილერს. შემოდის კაპოტი ფანჯარაში, შენ წინა სავარძელში ზიხარ, გათლის შუბლის ნაწილს და ფეხის ძვალი გაქვს გადამტრეული და ხელში გიჭირავს ფეხის ძვალის ორი ნაწილი, როდესაც აფექტში და ეიფორიაში ამ საშინელი ავარიის მერე მიგიყვანენ ფოთის ყოფოში. გესმის რა, რომ ეხლა ეს ეიფორია და შოკი გაგივლის და დაგეწყება შოკური მდგომარეობა, სთხოვ ექიმს, რომ გაგიკეთონ რამე დამამშვიდებელი ნარკოტიკული გამაყუჩებელი საშუალება. ექიმი გეუბნება, რომ მას ეს არ აქვს და შენ მას თავაზობ ფულს და ის ეგრევე ამ საშუალებას იქვე ჯიბიდან იღებს, გიკეთებენ ამ გამაყუჩებელს და მერე ხდება ორი რაღაცა. მეორე დღეს ფოთის გაზეთები წერენ, რომ შენ ნარკომანი მიადექი ლომკაში ფოთის საავადმყოფოს და დაანგრიე საავადმყოფო და ითხოვდი ნარკოტიკებს და არ გაძლევდნენ და რახან არ გაძლევდნენ, გადმოხდი ფანჯრიდან და მოიტეხე ფეხი. აფექტში. და ამის მერე უკვე როგ მკურნალობენ შენ მაგ საავადმყოფოში, ხო? შენ მართებენ ჰეპატიტს, რომელიც შენ არ გჭირდა
და შენ 3 წელი საშინელ მკურნალობას გადიხარ და სასწაულია რომ დღეს იხარ სტუდიაში. აი დაახლოებით სწორად მოვყევი რაც მოხდა აი ამ თანმიმდევრობით. კი არა, თითქმის ზუსტად მოვყევი. უბრალოდ გზას კეტავდა ამ ტრაქტორს ქონდა მიბმული პრინციპი. არ მინდოდა რუსული სიტყვის თქვა, მაგრამ ვერ გავიხსენე. პრინციპი ამ სტუდიაში შეიძლება ჟარგონის გამოყენება, ხო? მორები დატვირთული, მაშინ კიდე ერთ რუსულ სიტყვას ვიტყვი, ატრაჟატელები ქონა მოხსნილი. და კლიენტ კეტავდა მაგზას. ნუ შანსი არ არსებობდა, ხო? არა, არ იყო, იქ აქეთ სუხეებია, ხო იცი და ნუ ესე მოხდა. მან ერთი რაღაცა აკლია რომ ხმა გაიგოს ეს რა კანონი იყო ეს რის გამოც მოხდა ეს ყველაფერი. მე ვიცი ძალიან კარგად მაშინ რო თქვა. ეს კანონი დღეს არის ვისაც აინტერესებს ამოიღეთ აგერ ყველა პარლამენტის მოქმედ არქივებში თუ სადაც მაილსი და მაკეინი მოვიდნენ, ახლა როგორც მე მივხვდი, ახლა მე მაილს ვერ შევადარებ მაკეინს, და აბსოლუტურად პროფესიონალური მზვერავია და კორექტული და მაღალი ინტელექტის, ხო? და მაკეინი იყო შეშფოთებული, როგორ ვიღაცამ ესე ხო გაბედა და მაილს აინტერესებდა რა მოტივაცია, ჩემი მოტივაცია. ანუ ეს გარე რაღაც ძალებმა მთხოვეს, როგორც იციან, ამას რო უყარ თუ კენჭი თუ რა ხდება და მე პუნქტებად მქონდა აღნიშნული რა. რამდენიმე პუნქტს ვიტყვი, ნუ სასწაული არა. პირველი არის რომ ესე იგი საერთოდ ქართულ იურისდიქციას არ ექვემდებარება არც ერთი პერსონა, რატო ვიძახი პერსონა და არამედ სამხედრო, რომელიც შემოსულია ამ კანონის საფუძველზე საქართველოში. ანუ კაცი რომ მოკლა შუა ქუჩაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება მაგი გავასამართლოთ. მეორე რაც იყო რომ შეერთებულ შტატებში აქვთ უფლება ნებისმიერი იარაღის, ნებისმიერ რაოდენობის შეტანის საქართველოში. იქ არ წერია რომ ბირთვulis გარდა ან რამე საერთოდ. და მესამე მთავარი პუნქტი რაც არის, რომ ესე იგი სიას რომელსაც გადმოგცემენ, იქ შეიძლება სამხედროები არ იყვნენ. და იყვნენ მოქალაქეები. სამოქალაქო პირები. სამოქალაქო და არ არის აუცილებლად რომ შეერთებული შტატების მოქალაქეები იყვნენ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეები და ისიც არის თუ არ მეშლება რომ არც არის აუცილებელი რომ პასპორტები გქონდეთ. და რაოდენობა არ არის განსაზღვრული. ანუ ესენი რო დავანახე, დიდებული. ხო, მაილს რო დავანახე, მე გეტყვი მაილსის სიტყვებს რა. ხო, მართალი ხარო. მე ახლა ხვდებიო რომ შენ ქვეყნის პატრიოტი ხარო, მაგრამ საქმე შენთან კი არა გვაქვს, შენ მთავრობასთან რა. ამიტომ როგორც ვიტყვით, ისე იქნება. აი ეს იყო მაილს სიტყვები. ხო, ეს ძალიან მე ჩემ ცხოვრებაში ისე მოხდა რომ პირადად რიჩარდ მაილსის ჩარევა და პროვოკაციას ასევე ქონდა ადგილი და მე ეს არაერთხელ მომიყოლია საჯაროდ და ვისაც აინტერესებს დაძებნოს და ბოლო-ბოლო როდისმე კიდევ ერთხელ მოვყვები, მაგრამ აქ ახლა ამაზე დროის ხარჯვა არ მინდა, მაგრამ აი ახლა მინდა რომ დაგისვა ასეთი შეკითხვა, ლევან. ნუ ახლა ჩემთვის ცხადია რომ შენც კლავდენ და მეც მკლავდენ. ეს მკვლელობა ვერ მოხდებოდა ორი კომპონენტის გარეშე. ერთი იმის გარეშე, ვინც ეს დაუკვეთა და ჩემი ღრმა რწმენით ეს არის ამერიკული ხელისუფლების გლობალისტური ძალები და მეორე ვინც ასრულებდა ეს ვერ იქნებოდა ვერავინ გარდა სუსის თანამშრომლების იმ ნაწილისა, რომელიც ბრმად ემორჩილება მათ. ანუ გინდა მონახო ორლევანს ვინ კლავდა, მიაკითხე სუსის იმ ნაწილებს, რომლებიც არიან პირდაპირ ამერიკელების ქვეშ, ხო? საერთოდ არ გამოურიცხავ რომ ერთი და იგივე აი ვინც შენ დალანდე იმ ღამეს რაცით იმ სტაკანჩიკში თუ რაც ერქვა იმ ტექს ხო ის იყო თქვა შემსრულებელი ჩემი უეცარი კიბოთი გახტომის კითხვა მაქვს ეგეთი რა ემოცია გაქვს მაპატიე რომ ესეთ პირადში გადავდივარ იმიტომ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია რა ემოცია გაქვს შენ იმ ადამიანის მერე ამდენი წლის განმავლობაში
ამ მაგ ადამიანების მიმართ, მაგ ქართველი ოფიცრების მიმართ, ვინც შენც კლავდნენ და მეც კლავდნენ. მაგენ თავის სამსახურს ასრულებდნენ. თვითონ რა мотиваციას ანუ შენ არა გაქვს ზიზღი, ხო ეგრე? არა და შურისძიების სურვილი და რაღაც. არა მაქვს დაახლოებით ეხლა აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ აქ ბოდიში ართვალთ მაგცობთ და კაცი ელაპარაკება კი საჯაროდ, მაგრამ ეს ქვეყნისთვის სასარგებლოა რა. მე და შენ, აი მე პირდაპირ გეკითხები, რას განიცდი? მე ძალიან კარგად მესმის საერთოდ სისტემები როგორ არის აგებული. და ეს მარტო საქართველოში კი არა, ყველა ქვეყანაში, გინდა დემოკრატიულში და გინდა არადემოკრატიულში, ხო? უშროების სამსახური მუშაობს ისეთი ბრძანებით, სადაც მორალური ნაწილი საერთოდ გამორიცხულია. არც აქ უფლება მორალთან სიახლოვეში იყოს რა. და мотиваციას მაგენი არ ადგენენ, ვინც ამას ასრულებს. мотиваციას ადგენს ზემდგომი. ჩვენ შემთხვევაში საერთოდ გარედან ზემდგომი. ხო და мотиваცია არის, დღეს ჩანს, აგერ მსოფლიოში თურმე მე ახლა ძალიან შორს ვარ იმისგან, რომ წარმოვიდგინო, რომ მართლა ტერორისტული ორგანიზაციები არსებობს. არა, რა თქმა უნდა, ტერორისტული ორგანიზაციები არსებობს, რომ საიდღანაც ჩდება ტერორისტული ორგანიზაცია, იარაღი აქვს, ფული აქვს, რიცხავენ ხალხი, ვერბოლკა მოქმედებენ ასე შემდეგ. ყველა ტერორისტული ორგანიზაცია დღევანდელ სამყაროში არის მიბმული რომელიღაც სპეცსამსახურზე. ხო და აბა მე და შენი რა გვიკვირს ლევან. ამიტომ ეს მაგათ სამსახურია, ესენი მუშაობა. ამეთყობა გაკვირვებულის. ხო, და იმას აი ძალიან მნიშვნელოვან პასუხს მაძლევ ხა და იმას რა ვუყოთ, რომ ანუ ჩვენ ვამბობთ, აქაც არ მიკვირს რომ დაემთხვა რა. არავით არის ზიზღი, შურისძიების გრძნობა, რაღაც პირადი, არც მე, არც შენ ამ ოფიცრების მიმართ არ გაგვაჩნია. ვართ ესეთი რაღაცებს ვლაპარაკობთ ხალხი, რომლებიც ვერასდროს ვერსად ვერაფერს ვერ დავამტკიცებთ, ხო? უბრალოდ განსხვავებით იმ ხალხისგან, ვინც დაიხოცა ეგეთ ავარიებში და ეგეთ ავანტყოფობებში, რადგანაც უფალს ენება, რომ მე და შენ გადავრჩენილიყავი და თქვათ ძალიან საინტერესო რამეზე მთელი საზოგადოების დასანახავად გველაპარაკა დღეს ამ სტუდიაში, მაგრამ იმას რა ვუყოთ, მე მინდა კიდე ერთი სუფთა იურიდიული კითხვა დაგისვა რა, იმიტომ რომ მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ციხეს თავისი ფუნქცია აქვს, რომელიც აძლევს ადამიანებს შანსს, რომ გამოისყიდონ თავიანთი დანაშაული, სანამ ამ ქვეყნიდან წავლენ და ცოტათი მაინც უკეთ მოემზადონ მარადისობისთვის. თქვათ, ყველაზე კარგი, რაც მიშა სააკაშვილს შეიძლებოდა დამართნოდა, მის მიერე რაც მან ქვეყანას უკეთა, არის ის, რაც ეხა მას ჭირს, ხო? ანუ ვეღარ შეძლოს გარყვნილება, მანიაკობა, ნარკომანობა, ხალხის წამება და 1-2 წელი მაინც რა ცოტა გაიწმინდოს და ადამიანს დაემგვანოს, ხო და აი მაგას მოდი კარლ შმიდტისეულ კითხვას დაგისვავ ამ თვალსაზრისით რა. ამას რა უყოთ, რომ ასე ვთქვათ, ის ხალხი, ვინც ესეთ რაღაცებს ჩადის, ცხადია ანონს არ ღვევენ. დავანებოთ თავი პატრიოტიზმს და რა კაცი უნდა იყო, რომ დაუნახავად თქვათ, კაცი გაწირო, ოჯახის მამა, შენც 8 შვილი ყავს, მეც 8 შვილი მყავს და მაგას ერთი წუთი თავი დავანებოთ და სხვათა შორის შენ შემთხვევაში როგორ იყო არ ვიცი და მე ორჯერ სუსის ოფიცრებმა გამაფრთხილეს პირადად, რომ მოკლას გიპირებენო. ერთხელ კაცი დამხვდა ტაძართან, რომ გამოვედი წარმიდგა როგორც ოფიცერი, რანგს არ დავასახელებ და ჩურჩულით ეს მითხრა. ეს იყო ჩემი ავად გახდომამდე 1-2 წლით ადრე. და მეუთხარი დიდი მადლობა მეთქი, მეც დავიშვენებ და ისინიც ვინც ჩემი მოკლა უნდა მეთქი, იმიტომ რომ მე ამ პრინციპებზე უკან არ დავიხევ მეთქი. და ერთხელ მარინა კაჭარავას, ჩვენს უახლოეს მეგობარს და ჩვენი კიკეთის სკოლის ყოფილ დირექტორს და საქართველოში იცი შენ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფსიქოლოგს და ბიბლიისტს, ვარდების ბაღში რო ლექცია მქონდა, ბევრი ხალხი დაესწრო იმას, ვიდეო ლექციაც დევს YouTube-ში. აი მაქედან რო გამოვდიოდით, მარინას ელაპარაკა ვიღაც სუსის ოფიცერი და უთხრა, რომ ამასო მოკლავენო გააფრთხილეთო. იმიტომ რომ ესეთ ხალხსო ჯერო დაცინიანო ცდილონ გაამარგინალონო და მერე თუ ვერ ამარგინალებენ კლავენო და ესო ეხა ამ დაცინვის რეჟიმში ყავთო.
სპეცსამსახურებს, აი ეს რაინდი, ესა და მე მოკლავენ რა. და მოდი დაუბრუნდები მეორე შეკითხვას. აი ამის დამი როგორი და მე ცოტა როგორც ქართველს დიდად არ მედარდება იურისტიკა და ესა რა ქვია, ხო, კონსტიტუცია და ესა ჩემთვის თავარია ზნეობრივი პრინციპები, მაგრამ შენ რა დამოკიდებულება გაქვს იმ საკითხის მიმართ, რომ ვინ შენ გაგიკეთა, კარგია რომ მოიხადონ სასჯელი. მე ჯერ მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ რა мотиваციას უკეთებენ. ყოველთვის როცა სრულდება ტერორისტული აქტი. ნუ ტერორისტულს ვეძახი, სპეცსამსახურე, ეს არ არის საქართველოზე არა მაკლაპარაკი და არც სხვა ქვეყანას საერთოდ. ხო, ნებისმიერ ქვეყანაში. გინდაც სპეცსამსახურებით, ნუ ახლა მოსადი ძირითადად მაგით არის დაკავებული, ხო? როცა ესეთი აქტი სრულდება, იმას უდებენ мотиваციად, რომ ეს თუ არ მოხდეს, უფრო მეტი ხალხი დაიღუპებაო. და ესე აგებენ კონსტრუქციას. ამიტომ ის ვინც მიდის იმის შესასრულებლად, ხო, ვინც მიდის ამის შესასრულებლად, ის უკვე თვითონ დარწმუნებულია, რომ კეთილ საქმეს აკეთებს. ამიტომ ახლა ეს სამსახური ან საერთოდ არ უნდა არსებობდნენ ეს სამსახურები, ან თუ არსებობდნენ, მაგრამ მაშინ სახელმწიფო არ არსებობდა. ხო, შენ სამსახურში ესეთი ხალხი უნდა ქონდეს. აქ არის ლაპარაკი, მან მორალთან შენ ვერ მიდიხარ, იმიტომ რომ სისტემა არის ესე აგებული, სხვანაირად ეს სისტემა არ მუშაობს არც ერთ ქვეყანაში. აქ არის პოლიტიკურ ზნეობაზე. ვინ არის თავში? გაიგე? ვის მიაჩნია კარგი ვინ არის და ცუდი ვინ არის? აი ეს ვინ წვითავს, რომ კარგი და ცუდი. ხო და პრობლემა მანდ არის, რომ ჩვენ რასაც ვეხებით, სუპერიქით არის რა, ცუდები კლავენ კარგებს და კარგები კიდე ოი, უკაცრავად. მე ერთადერთი იმას ვიტყოდი, რომ აი ამ ორ უბედურებაში შენ იმაში გაგიმართლა, რომ ეთყობა 20 წლის წინ თქვათ მაქსიმუმი რითიც შენ შეიძლება იმ უმწეო მდგომარეობაში დაეავადებიე, იყო მაშინ არსებული ტექნიკური საშუალებებიდან ჰეპატიტი, რახან გაჟღერდა ეთყობა შენი ნარკომანობის ბრალდება, ეს ლოგიკურად მიაბეს და რა სიკეთეა ჰეპატიტი, მაგრამ რა თქმა უნდა სისხლის კიბოსთან და ამილოიდოსთან შედარებით რო არ მქონდა ნამდვილად ვიცი, იმიტომ რომ 3 დღით ადრე ვენაში გავიარე სრული რა იცი ნამდვილად უკაცრავად რო არ მქონდა ჰეპატიტი მე ამ ავარიამდე 100%-იანი ვიცი, იმიტომ 3 დღით ადრე ვენაში გავიარე მთელი ჩეკი აბსოლუტურად ყველაფერზე და ფოთის ავადმყოფოს მერე მაგი გაჩნდა. ხო, ვენაში ვერ გიპოვეს ის, რაც ფოთის ავადმყოფოში გიპოვეს, ჩემ პატივისცემის მიუხედავად ფოთელი მედიკოსებისა, ხო, გასაგებია. რომელი თემა მადლობა ლევან, ვიცი რამდენად ძნელია ასეთი ტკივილით და სისხლით სავსე ამბების გახსენება, პირადად ვიცი, მაგრამ საჭიროა რა, რასაც აქ ვაკეთებთ. და რომელი თემა მოგეწონა ჩვენი პირველი ნაწილიდან, აი ამ გეოპოლიტიკიდან და ჰენრი კისინჯერის გარდაცვალება გამოგრჩა და მიცვალებულებზე კი არ შეიძლება ცუდი ლაპარაკი, მაგრამ იქნებ მაგასაც შევეხოთ. და აირჩიე აბა პალიტრიდან რომელი მოგწონს და ვისაუბროთ. ნუ პრინციპში ყველაფერს შეგვიძლია შევეხოთ, ესე გადავავლოთ თვალი მთლიანად მსოფლიოს პროცესების და როგორ მიდიოდა ახლა ეს პროცესები და კიდე საით რას შეიძლება ველოდებოდეთ. ამიტომ არ არის საჭირო ახლა დეტალურად ყველაფერზე გავჩერდეთ, მაგრამ პრაქტიკულად ყველა პროცესი შეიძლება განვიხილოთ. ხო, ის ყოველ შემთხვევაში ჩემთვის საინტერესოა ამ ვენესუელის ამბავი, იმიტომ რომ მე ეს არ ვიცი ნამდვილად. ეხლა ვინც ადევნებს თვალს მე და მაქსიმ შევჩენკოს სტრიმებს მე სულ ადევნებ. მე აფრიკაში რომ მოვლენები დაიწყო, მე მაშინ თქვი რომ შემდეგი იქნება ლათინური ამერიკა და კონკრეტულად გაიანა. ბევრს გაუკვირდა ალბათ ეგ ამბავი. ხო. ეხლა მე უფრო ფრანგულ გაიანას ვგულისხმობდი, მაგრამ სულ არის 5 გაიანა. ერთი ნაწილი არის ვენესუელის შემადგენლობაში, ერთი ნაწილი არის ბრაზილიის შემადგენლობაში. ბრაზილიასთან აქეთ არის ფრანგული გაიანა, ვენესუელასთან იქით არის ბრიტანული გაიანა და შუაში არის სურინამი, რომელსაც ერქვა ადრე ჰოლანდიური გაიანა.
ხო და ნუ ეს როდგულეთის და სხვა დიდი ფეხბურთელების გაიანა. ხო. ხო და ეს ну ესეთი კოლონიალიზმით რომ 66 წელს დამთავრდა, მაგრამ კლასიკური ნეოკოლონიალისტური ნაწილი. ფრანგულ გაენაზე საერთოდ ლაპარაკი ითვლება ტერიტორიად, საფრანგეთის ტერიტორიად. ეხლა რა ხდება, ეხლა რა არის მანდ? ეხლა ვენესუელამ უცებ აყარა 350,000-იანი ჯარი და მიაყენა ბრიტანული გაიანის საზღვრებთან. ეხლა რო წარმოიდგინო რაზე ლაპარაკი, სულ ბრიტანულ გაიანაში ცხოვრობს 700,000 კაცი მოსახლეობა. მისი ნახევარი ხო, ნახევარი ჯარი მიაყენა. ეხლა ნუ ბრაზილიამაც აწია თავის ჯარები, იმიტომ რომ ნუ სანერვიულოა სიტუაცია. მე არ მჯერა ბრაზილიის და ვენესუელის შეტაკებაზე, იმიტომ რომ ასე თუ ისე ერთ ყაიდაზე დგანან რა, ერთ-ერთებზე არის. ხო, ძირითადი აგენდა მაგათ აქვთ ერთი. ანუ მსოფლიოს შეხედულებაზე. ეხლა ეს უფრო რადიკალური ეს არა, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს. ეხლა ეს პირდაპირი გარტყმა არის ამერიკელებზე, პირდაპირი გარტყმა არის ბრიტანელებზე. თან ეხლა რასაც აცხადებს ვენესუელა, რა ნაწილის აღება უნდა, ანუ სიანულში დაბრუნება უნდა ბრიტანული გაიანის, ეს არის 2/3 ქვეყნის, ესე იგი მაგის მერე შეიძლება თქვა, რომ ეს ქვეყანა აღარ იარსებობს, ხო? ეს არის მდინარე ესეკიბო, რომლის ესე იგი ჯერ პლანტაციები იყო შაქრის, იქ მთელი ისტორიები, ჯერ ზანგები ჩამოიყვანეს, ესე იგი იმ ზანგებმა აჯანყებები არ გამოუვიდათ. მერე ჩამოიყვანეს პორტუგალიელებმა მიატოვეს პლანტაციები, დაიწყეს ვაჭრობა. მერე ჩამოიყვანეს ჩინელები 15,000 კაცი. იმათმაც მიატოვეს, იმათმა დაიწყეს ვაჭრობა და მერე აღმოჩნდა ოქრო მანდ. აი ამ ოქრომ უკვე ამოძრავა სხვანაირად და ეხლა აღმოჩნდა 2015 წელს იპოვეს ნავთობი. თან სასწაული რაოდენობის. უკვე 14 კონცესია არის და სულ უახლოესი რაც არის ნაპოვნი, ეს არის ოფშორზე, რომელიც სადავო წყლებია გაიანასი და ვენესუელის იქ ნავთობი და გაიანა ყიდის ამას ტრანსნაციონალურ კომპანიებზე. ეხლა რა არის მანდ გეოპოლიტიკური. გეოპოლიტიკური აქ არის. ბოდისი ყიდის არა ნავთობს, არამედ ამ კონცესიებს. ხო, კონცესიებს, ხო. ის კლასიკური მოდი მაყურებელს უთარგმნოთ, რომ კონცესიები არის უფლებები ამ ოილფილდების, ანუ ნავთობის რეზერვუარების დამუშავების. ლიცენზია, ხო? ხო, არა, თან ეს როგორ კეთდება იცის ხელშეკრულებები, რომ მუდმივად არ თავდება. მე თუ ამდენ დავხარჯე მეტი, მე კიდე ამდენს ხარჯავ, იქ მიდის მიწერები, კაპიტალ ინვესტიციების და გაუთავებლად მიგაქ რა. ასე წოდებული ხარჯების ამოსაღებად, რომელიც ეს ხარჯები არ გიმთავრდება არასდროს რა. ხო და ეხლა რა არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა რა აქვს რა ეს რო გავწიოთ და მარტო ეს ნიუსები რო არ მოვყვეთ იქ რამდენი საწავით. პირველი შაბათს არის 200 წლისთავი მონროს დოქტრინის. მოგლეთ აუხსნათ ხო მონროს დოქტრინა რა არის. ანუ პირდაპირ იუბილეზე მონროს დოქტრინის ანტიმონროს დოქტრინა, სადაც შეერთებულმა შტატებმა უნდა მართოს აქეთა ნახევარსფერო რა და რა თქმა უნდა პირველ რიგში ლათინურ ამერიკაში. ეს არ არის სხვათა შორის ცალკე მყოფი რაღაც ოფიციალური დოკუმენტი, ეს არის მისი სენატში წარმოთქმული სიტყვის ნაწილი, რომლის მიხედვითაც სენატში არა კონგრესში უკაცრავად, რომლის მიხედვითაც ამერიკას აქვს ექსკლუზიური უფლება იყოს super power დასავლეთ ნახევარსფეროში. და არც ერთ სხვა super powers არ აქვს უფლება, ასე ვთქვათ, შიგნით ჩარევისა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია რა მონროს დოქტრინისა, რომ იგი არის
დღეს კი იგი წარმოდგენილი არის როგორც ექსპანსიური და ასე ვთქვათ აგრესიული, მაგრამ თავის პირვანდელ ასე ვთქვათ რედაქციაში იგი კი მონოპოლისტურია, მაგრამ მაინც თავდაცვითია, დეფენსიურია რა. ბოდიში ემთხვევა თუ არა ეს მოდი შენს შეხედულებას მონროს დოქტრინაზე და მე გააგრძელე. ნუ 200 წლის წინ ალბათ შეიძლება სხვა გადმოსახედი იყო, რომ გაუნვითარებელი ქვეყნები არიან და შეერთებულმა შტატებმა უნდა აიღოს შეფობა, უნდა ისედაც ერთი ლიდერი იყო და მონრო მაგას ეძახოდა გავანებოთ იქით სამყაროს, ამ ყველაფერი აქ არის. ხალხის რესურსი აქ არის, წიაღისეული აქ არის და ამით დავკმავ. მაგრამ ეხლა უკვე როცა ბრაზილიის ეკონომიკა არ ვიცი რა შეედრება რა, როცა თვითონ ლათინური ამერიკა მიდის ამ გზით და არ დაგვავიწყდეს რა უდიდესი ჩინური ინვესტიციებია მთელ ლათინურ ამერიკაში. ანუ ფინანსური მხარდაჭერა ისეთი აქვს ამათ, რომ თან თვითონ გაიანა ვითარდებოდა 38%-ის დაქონდა გაიანას უკვე. ყველა ქვეყანას სერიოზული ზრდის პოტენციალი აქვს აბსოლუტურად. და რა თუნდაც ეხლა ეს უფროსი იქიდან. ანუ ამ მონროს დოქტრინა უკვე ამით ღებულობს, რომ უნდა შეაჩეროს ამათი განვითარება და ისევ წაართვას წიაღისეული და გახდეს ამის მონოპოლისტი. და ეს ყველაფერი ხდება ზუსტად შაბათს არის 200 წლის თავი ამ იუბილესი მონრომ ეს რო განაცხადა. ანუ ეს დღევანდელ სამყაროში სიმბოლიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს სიმბოლიკა. ეხლა რა გზით აკეთებს მადურო ამას? აი განსხვავებით ეხლა ვთქვათ უკრაინის ომისგან. კვირას აქვს რეფერენდუმი მთელ ვენესუელაში, რომლის უკვე იციან, რომ დაახლოებით 95%-ს მიიღებს ხოლოს, რომ დავიპყროთ თუ არ დავიპყროთ გაიანა. ანუ უბრალოდ თქვა დავიბრუნოთ თუ არ დავიბრუნოთ გაიანა. და მიიღებს 95%-ს ესე ვარაუდობენ. ეს რა თქმა უნდა საერთაშორისო ლეგიტიმაციას არაფერს არ აძლევს და ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სასამართლო რა თქმა უნდა ამას არ აღიარებს, მაგრამ მაგი ღებულობს ხალხის ლეგიტიმაციას. ანუ ომს თუ იწყებს, ესე იგი ხალხმა მოინდომა ეს და ვერან ვერ შეუტრიალდება, რომ რა შარში გაგვყიე ქვეყანა. ანუ ესე იგი პატრიოტული აწევა აქვს მთელ ვენესუელას. ეს რაც ეხება შიდამს, ხე როდის ხდება ეს ყველაფერი, ხო? მე სულ ვსვავდი, ხას რაზე გაუსვი რა? გეგემონი ბუქსაობს. ხედა უკრაინაში ბუქსაობს. გაჭედილია რამდენიმე კონფლიქტში, ხო? ბუქსაობს. ბუქსაობს მე რას ვიძახი, ესე იგი რითი მიდის გეგემონი არჩევნებებზე, ხო? ჯერ იყო უკრაინის აგენტა. და ნუ ასე თუ ისე შეიძლება მოეფიქრებინათ. ერთი ვერსია თქვათ მოეგოთ, რასაც ხვდებიან რომ ვერ იგებენ და შეიძლება სერიოზულად წააგონ, ანუ გაყინვა მაგ კონფლიქტის და მე გამოსვლა რომ აი გავყინეთ, გავაჩერეთ, შევაჩერეთ რუსეთი თუ ისეთი საშიში იყო, მოდიოდა ლისაბონამდე უკვე. ამავე დროს ამოუვარდათ ისა ისრაელი. ანუ იქაც რა გზა აქვს ახლა? იქაც რუტინად უნდა გადააქციონ. იმიტომ რომ არ აქვს იმის მიუხედავად რომ ორი ფლოტი მიაყენეს, ნუ ახლა წარმოიდგინე, ჯერ ისე დღევანდელ შეერთებულ შტატებს ეს ახალი ომები ავღანეთთან გაქცევის მერე უკრაინაში არავითარი წარმატება, ხო? და ეხლა შეერთებული შტატები თუ ამ ფლოტებს გამოიყენებს და ამქვეყნებს, ნუ წარმოიდგინე არეალი, რომელიც დროში უფრო მოკლე დროა, რომ რამე გადაწყვიტო და გააკეთო არჩევნებამდე. და ამავე დროს კიდე ძალიან დიდი დრო არის, რომ ვერ მიიღო ის ეფექტი და ძალიან ცუდად გამოხვიდე არჩევნება. ამიტომ ყველგან ტრიალდება და აქ ამოხდა ლათინური ამერიკა. რაკნან
ეხლა. რომელიც მათი ფსიქოლოგიით მათ ეკუთვნის ხო, ეხლა ეს ბოლივარელები მარტო ვენესუელელები ხო არ არიან? ხო, რა თქმა უნდა. ანუ შენ წარმოიდგინე ხო? წარმოიდგინე ეხლა ექსპედიციონი კორპუს იქით რო წავიდეს, იქ უკვე მთელი ლათინური ამერიკა დადგება. ამიტომ ეს ყველა ქვეყნები, რომლებსაც ასე თუ ისე აი სწორედ თქვა ლევანმა რომ რუსების გამაგრებულია ზურგი, მაგრამ რუსების მარტო არა და ჩინელების ეკონომიურად ალბათ ჩინელების ეკონომიურად ჩინელების, ნუ რო დაითვალო, მე ყველა ქვეყანაზე აქვს ესე იგი დარიგებული უზარმაზარი ინვესტიციები რა. ჯამში მე მგონი აღარ მახსოვს 150 მილიარდამდე არის ჩინეთის დარიგებული ლათინურ ამერიკაში. ანუ ეს გეგემონი დგება, ნუ ძალიან ცუდ დღეში რა. იმიტომ რომ ეხლა ლათინურ ამერიკაში, ესე იგი, თუ კიდე სადმე რაღაცა შეიძლებოდა, ეხლა გრინგო ეს სიტყვა არ გაუქმებულა საერთოდ და ნუ საშინელი შარია. დახუჭონ თვალები და გადააყლაპინონ გრინგო და იანკი. ხო. გადააყლაპინონ ანუ შეერთებულ შტატებს ყველანაირად და მარტო შეერთებულ შტატებს კი არა, დასავლეთს, იმიტომ რომ მე რო დავიწყე მაშინ, მე რაზე გავუბი ხაზი რა, როცა გადაყლაპეს აფრიკა, ხო? ფრანგებს რო გადააყლაპინეს ეს აფრიკა, მაშინ თქვი, რომ ფრანგული გაიანის ბედიც მალე დადგება. Просто კოლუმბიიდან ეგრე პირდაპირ ფრანგულ გაიანას ვერ მიადგები. უნდა გაიარო ჯერ ბრიტანული გაიანა, სურინამი და, მაგრამ ეგ ბედი ელის იმ ფრანგულ გაიანასაც. მინდა ერთი ორი რეფლექსია მოვახდინო, ჯერ ერთი როგორი დამთხოვაა, ჯერ მაგარი დუშაში გაგიგორებია შენ ამ მაქსიმასთან. და იმაზე რა ქვია, გაიანაზე ესეთი წინასწარმეტყველებით და ამას წინათ მე და შენ, როდესაც ვღალატობდით სამშობლოს იმ ფაქტით, რომ ქართულ სახინკლეში ვიჯექით მოსკოვის ხედით მოსკოვში. თუ გახსოვს მე შენ გიყვებოდი ჩემი ვენესუელელი ძმაკაცის შესახებ და ცოტა რომ გავერთოთ და ნიმა გავალაითოთ, ამასაც ჩავდგავ, იმიტომ რომ საგულისხმოა რა. ყველაზე დიდი რესტორატორი რუსეთში, რესტორნების მფლობელი რუსეთში არის ჩვენი მეგობარი, რომელიც არის თეთრი ემიგრაციის შთამომავალი კარაკასიდან. დაიბადა, გაიზარდა ვენესუელაში. და როცა ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი არ დაშლილა, იყო რასტისლავ არდოვსკი-ტანაევსკი, საქართველოს დიდი მოყვარული, ჩემი ხშირი სტუმარი კიკეთში და ასე შემდეგ და აი როსტიქს ქსელი რო იყო, KFC-მ რო იყიდა მერე, მაგის დააფუძნებული იყო და გარდა მაგისა რამოდენიმე ქსელი. 600 რესტორანი ქონდა რუსეთში, როსტიკას, ხო და როდესაც რატო ყვები ახლა ამ ამბავს, მინდა მადუროს მივაბა და ასე ვთქვათ, ჯერ კიდე უგო ჩავესის დროს ვენესუელაში რაც მოხდა. მაგრამ ჯერ აქ ხინკალიც მინდა რომ ჩავთო როგორც ქართველებს გვიყვართ ყველაფერში ხინკალი უნდა იყოს რა რაც არ უნდა ვაკეთოთ ხინკალი უნდა იყოს ხო და როსტიკამ მე ლევანს უყვებოდი ამ სახინკლეში ყოფნისას რომ როსტიკამ და ამერიკა ერთით 15 წლის წინ და მთხოვა რომ ჩადეო რა ინვესტიციებიო ჩვენ ბიზნესშიო და შევხვდით გამიკეთა პრეზენტაცია მოსკოვის რესტორნების საშუალო სეგმენტისა, რომელიც დაყოფილი იყო, ესეთი დიაგრამა იყო ეკრანზე მახსოვს და დაყოფილი იყო იტალიური სამზარეულო, იაპონური, ჩინური, ინდური, ფრანგული, ასე შემდეგ და ამ დიაგრამაზე 65% იყო ნაცრისფერი და ეწერა other, ანუ სხვა. და მე ვთხარი როსტიკ ეს რა დიაგრამა მეთქი, რომ 65% არის ნაცრისფერი და სხვა და გაეცინა და არ დამიჯერებო და ამ 65%-ის შიგნითო ეხლაც მახსოვს ციფრები 85%-იო არის ქართული რესტორნებიო. აგაშენა ღმერთმა მე ვთხარი და რამდენი რესტორანია მეთქი ქართული თქო. და 15 წლის წინ ხდება ეს საუბარი და მეუბნება რომ 1262 ქართული რესტორანია მოსკოვშიო 15 წლის წინ. 1262 ქართული რესტორანია მოსკოვში და მე ვთხარი მე შეგაიგაცო მე ქართველს რომ პატიჟებ
არ უნდა მითხრა რომ აპირებ ქსელი განავითარო არაო ქართველებს არ შეუძლიათ რესტორნების ქსელების განვითარებაო რატომ მეთქი იმიტომ რომ ყველა ნათესავს ასაქმებს სამზარეულოშიო მერე იქ იწყება ქურდობაო მერე თქვენ არა გაქვთო სტანდარტული პორციებიო და ბუღალტერიას უჭირსო აი მაგიდაზე დაყრელი საჭმელების დათვლაო და მოკეთ ვერაფრით ვერ გავაკეთებთ მე და შენ ქართულ ქსელსო მეოთხარი ეხა ხო და მეოთხარი ეხლა აქეთ მომისმინე მეთქი რა არის მეთქი ეგეთი კერძი როსტიკ რომელსაც ქვია ხინკალი რაო ხინკალი მეთქი და ხინკალი მეთქი არის ყველაზე გემრიელი საჭმელი მთელ მსოფლიოში და ან მე და შენ ეხლა გავაკეთებთ პირველ სახინკლეების ქსელს ან მე და შენ ამას არ გავაკეთებ მე 1000 საქმე მაქვს და ეხლა უშენოდ სახინკლეს მე ნახდათ ვერ გავაკეთებ მოსკოვში თუმცა ყველა ქართველმა ბიზნესმენმა რაც არ უნდა აკეთოს ადრე თუ გვიან სახინკლეს აკეთებს ხო და მეოთხარი მეთქი შენ თუ მე ამაზე არ დამტახდები იცოდე რომ ძალიან დიდ შესაძლებლობას გაუშვებ ხელიდან არაო მე ეხლაო მადრიდში უნდა ვიყიდო სამეფო აბანოებიო და მეოთხარი აი მანდ მოკეთ ნუ აკეთებ ეგეთ რაღაცებს მეთქი გადის რამოდენიმე წელი და მე მოსკოვში რესტორანში ჯდომისას ხსნი ინგლისურენოვან გაზეთს რომელსაც ერქვა Moscow Times და გამოდიოდა მრავალი წელი და უკითხულობ Khinkali have finally conquered the world of burgers in Moscow. Anu Khinkalma საბოლოოდ დაამარცხა ჰამბურგერები მოსკოვში. ხოდა მე გადავიღებ ფოტო, იმიტომ რომ ეხლა უკვე ქსელებია. გადავიღებ ფოტო ამ სტატიას და გადაუგზავნე როსტიკას და როსტიკ მეუთხარი, აჰა, ხო გეუბნეოდი, არ დამიჯერე. და ეს რა ქვია, წახვედი და სუტყვილა იყიდე მადრიდში რაღაცა აბანო. ეხლა სერიოზულად რო ვილაპარაკოთ, როსტიკასგან მე მაგის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო JP Morgan-ის პრეზიდენტი ნიუ-იორკში. ისიც კარაკასიდან, ისიც ვენესუელელი. და როდესაც უგო ჩავესმა მოაწყო ანტიამერიკული სოციალისტური რევოლუცია კარაკასში, ხო? Ну, ესენი იყვნენ როგორც პროდასავლური, მოდი ესე ვთქვათ, ბიზნესმენები იყვნენ შოკში და წლების მანძილზე მიყვებოდნენ როგორ ღუპავს ისა რა ქვია, ну, ინფლაციას რა მოსდის, მშპ-ს რა მოსდის, საბანკო სექტორს რა მოსდის და როგორ ღუპავს უგო ჩავესი ამ თავის სოციალიზმით ვენესუელას მომავალს. და საგულისხმოა რომ ნუ მე ყოველთვის ვეუბნეოდი რომ მე არც კაპიტალისტი ვარ და არც სოციალისტი ვარ და სამაგიეროდ მომწონს რომ უგო ჩავესი ატარებს სუვერენისტულ პოლიტიკას და აგერ ნახავთ რომ ვენესუელა ამის გამო საბოლოო ჯამში მხოლოდ მოიგებს და ესენი მე არ მეთანხმებოდნენ და ამბობდნენ მაგრამ საგულისხმოა რომ იმ ხინკლის ისტორიის არ იყო აი ეხლა როსტიკამ ბოლო შეხვედრაზე სხვათა შორის ქართულ სახინკლეში ისევ მოსკოვში აბა სადმა შევხვდა მე ვიღაცას ხო დამიდასტურა რომ ეხა როსტიკა არის რუსი ხო წარმოშობით და თეთრი ემიგრაციის შვილია და არ არის თქვათ ვენესუელელი მაგრამ ვენესუელას პატრიოტი ნახდათ არის რა და მან დამიდასტურა რომ ქვეყანა მიდის წინ ლაგდება ასე ვთქვათ აი ეს crime wave ანუ ქუჩის სასტიკი ეს ქუჩური რითიც ცნობილია კარაკასი განგსტერული ბანდიტური ესა გაუკონტროლებელი დანაშაულებრივი სამყარო რომელსაც ემსხვერპლა ილიკო სუხიშვილის საცოლე თუ გახსოვს როცა საშინელი ტრაგედია მოხდა ანგელოზივით გოგო რო დაიღუპა ქუჩაში კარაკაში როცა სუხიშვილები იქ იყვნენ გასტროლებზე და როსტიკა მოკეთ იმ სახინკლეების არ იყოს გადმოვიდა ჩემ მხარეს და ამბობს რომ რა კარგია რომ სუვერენულ პოლიტიკას ატარებს ვენესუელა და ეხა ეს გრინგო ხო ტერმინი ეს ზილონი ჩილავეჩიკი რუსების მოგონილი კი არ არის ყირიმში ეს პანამის არხის გათხრის დროს იყო ესპანურენოვანი ლათინოამერიკელების ტერმინი მწვანეში ჩაცმული ამერიკელი ჯარისკაცების მიმართ მწვანეებო წადით ანუ მწვანეებო წადით სახში ხო და ეხლა გამოდის რომ ვენესუელამ წამოყო თავი როგორც ძალის ცენტრმა მრავალპოლარულ სამყაროში და ამ ექსპანსიით გაიანას მიმართულებით პრეტენზიას აცხადებს ლათინური ამერიკის ლიდერობაზე მრავალპოლარულ სამყაროში. ლევან და მაინტერესებს შენი პროგნოზები. რახან
გითქვამს პროგნოზი რომ გაიანა აფეთქდებოდა ეგ რაღაც ისეთი უნიკალური მოვლენაა რომ ნამდვილად უნდა გაშუქდეს არა მარტო საქართველოში რომ ესე დაემთხვა შენი პროგნოზი და ეხლა მაინტერესებს მაშინ შენი პროგნოზი რა არის მან მოვლენები როგორ განვითარდება ჯერ ერთი ისე მოყევი ხინკალი მომინდა მე მეც ამარხვაში მეც ხოთი ამარხვაში ეხლა შობამდე შანსი არ აქვს და მეც ეთყობა ხინკალი რომ მომენატრა ამ 1-2 დღეში რაც მარხვა დაიწყო მაგიტო წაიღო ხოთი ეს არის პირველი მოსინჯვა და ეხლა რა თქმა უნდა მოვლენებისთვის მარტო ჩვენ კი არ ვემზადებოდით რომ გავიანგარიშე რა თქმა უნდა შეერთებული შტატებიც ემზადებოდა ხო მარტო ლევან პირველმა მაიამბა ამიტომ ერთი სვლა გააკეთეს არგენტინაში ხო უყვართ ეს კლოუნების მოყვანა ამიტომ მორიგი კლოუნი მოვიდა კლოუნები ის იმიტომ არგენტინელი ზელენსკი ხო იმიტომ რომ თუმცა ის არის ლიბერტარიანელია და ესეთი ხო მაგრამ სუფთა კლოუნია რა მეტყველება აქ რა ვარცხნილობა ბორის ჯონსონ შეიძლება კაცი ვარცხნილობაში ჯობნიდეს ვიცი მაგრამ არ ვიტყვი აქ არ დავასახელებ ხო და რატომ მოყავთ ეს კლოუნები რა იმიტომ რომ ბუქსაობს იდეოლოგია აი ეს თავისუფლება მე ამ ლიბერალებს ნუ ხო უსახო თვითონ ტენდენცია აქვს რომ უსახო ტიპები უნდა გაჩითონ რა ამიტომ მაგრამ ეს ქარიზმა ხო გჭირდება რამენაირად რა რომ რამენაირად რა და რჩება მარტო გაურჯი კლოუნადაში პოვნა რა ხალხის და ესე არის გადაწყვეტილი იმას ჩვენი ხალხი იგონებს ეგრე კი არ არის ხო და არგენტინის იმედი აქვს რომ არგენტინა იქნება ის ცენტრი და დანარჩენი სულ მემარცხენეა მთელი ლათინური ამერიკა სულ მემარცხენეა რა ის კოლუმბია აბსოლუტურად პროამერიკული ძველი პარტიზანია ხელმძღვანელობს ხო ვინც თვითონ იმას კოკაინი დაგონდა მეშოკებით ის არის ანუ იმათაც ნაანგარიშები აქვთ ეხლა მე რას უყურებ რა ყველგან ჩდება ვინც იწყებს უკაცრავად ჟარგონზე ხიპიშს რა აქეთ რუსეთმა დაიწყო, აქეთ ხამასმა დაიწყო და აქეთ აგერ ვენესუელა იწყებს. მადურომ დაიწყო. ხო, მე მგონია ხო, მე მგონია კვირას რეფერენდუმს რო ჩაატარებენ და რო აიღებს შიდა ლეგიტიმაციას და უკვე წავლენ შეტევაზე. ჯერ მარტო საზღვარზე არის იქ სრულად. ანუ ეს სქემა როგორ ჩანს? გეგემონის ასაქცევად. გეგემონი და გეგემონის სატელიტები რა გეგემონის სატელიტები ჩვენ ნუ ისე ძირითადი ორი ყავს რა ეს არის გერმანია და ეს არის საფრანგეთი რაც შეეხება ბრიტანეთი ლავირებს და აი ამ თამაშში მე მგონი კაი თევს დაიჭერს ყველა ამაზე უკეთეს თევს რო დაიჭერს მაგაში მე ეჭვი არ მეპარე ეხლა რო დაიწყო აფრიკა მაშინ თქვი რომ საპასუხოს ესვრიან ხოლმე რა აფრიკა ხო დაუწყეს ეგრევე კავკასია დაიწყეს ეგრევე მოდი ჩვენ ეხლა ქართულ თემებში ვერ გავალთ დეტალურად იქ ქართველი მაყურებლისთვის დეტალურად საინტერესო იქნება თუ გქნება საშუალება მე შემდეგში ეს ქართული გეოპოლიტიკა და შიდა კლოუნადაზე ცალკე გავაკეთებთ რა კლოუნები ხო არ გვაკლია არც ერთი მხრიდან ხო და ესე იგი მაშინ შეუტიეს უკვე ბოლოჭკვიანი ლიბერალი მოდეში ეგერ გუში გარდაიცვალა 100 წლის კისინჯერი და ხო მარტო კისინჯერი იყო მე-20 საუკუნე ეს მე გუშინ დამთავრდა მე-20 საუკუნე პოლიტიკურად იმიტომ ისე რომ დახედო რა მე პირველ მსოფლიოს არ ვთვლი მე-20 საუკუნეთ პირველ მსოფლიო 23 წლამდე 20 წლამდე ეს არის ინერცია მე-19 საუკუნე
ჩვენ აი ახლა დავამთავრებთ მე-20 საუკუნეს. ლევან, მოდი გავაგრძელოთ აი რითი რა. ანუ ეს რო პირველი მერცხალია, ასე ვთქვათ, ლათინურამერიკული სამწუხაროდ არეულობებისა, მაგაშიც ვთანხმდებით, როგორც ჩანს, ეს რომ ყურები ჩანს ან რუსეთის, ან ჩინეთის, როგორც ვთქვათ, შურის მაძიებელისა დასავლურ სამყაროზე იმისა, რასაც ისინი ნაციონალური შეურაცხყოფის საუკუნეს ეძახიან, ოპიუმის ომებს და ასე შემდეგ. და რუსეთისა, რომელიც საპასუხო ნაბიჯებს დგამს უკრაინისა, ამაშიც ვთანხმდებით. უბრალოდ მე მინდა კითხო, რახან მე გაოცებული ვარ სასიამოვნოდ, თუმცა არც უნდა მიკვირდეს, რომ ესე გაგირტყია, ასე ვთქვათ, გაიანას ამბების წინასწარმეტყველება. მე მაინტერესებს რამდენად გამწვავდება მონროს დოქტრინის იუბილეზე ეს ყველაფერი და გადაიზრდება ეს თუ არა CNN-ის კადრში მოხვედრის ღირს ომად. მოდი ესე ვთქვა. აქ ავიღოთ რა პერიოდში ვართ რა. აი ეს პერიოდია, როცა მნიშვნელოვანი არჩევნები უნდა მოხდეს. ეხლა რუსეთში ყველას გონია რომ მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ მე მგონია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამას არჩევნებს სხვა სახის ფუნქცია აქვს. აი როგორც მადურო ატარებს პლებისციტს ეხლა იმაზე ღირს თუ არა ომი, ესე იქნება უალტერნატივო კანდიდატის რუსეთში ამის დადასტურება, რომ მოსახლეობა თვლის, რომ სწორეგზედ მიდის. ამიტომ მნიშვნელოვანია მაგისთვის. კიდე ძირითადი არჩევნები შეერთებულ შტატებში, რომლის მერე დღეს კაჩულმა არ იცის როგორ იქნება. ხო, ის იქნება, ეს იქნება, ისინი იქნებიან საერთოდ ეს ფიგურები, ეგეც არ ვიცით. და მაგიან გამომდინარე ბევრი პროცესი ხდება როგორ? ზოგი იწყებს რაღაცას, მაგრამ არ მიდის ბოლომდე, იმიტომ რომ აზრი აქვს ბოლომდე რომ წახვიდე, დაელოდე ამერიკის არჩევნებს, იქნებ თვითონ ეს რეგიონი ინტერესიდან ამოვარდეს, იმიტომ რომ სხვა ძალა მოვა იქ, ან პირიქით ვიღაცას რო გაყვე ბოლომდე, იქნებ იმან დაკარგოს ძალაუფლება და აღმოჩნდა წაგებულ თამაში. ამიტომ 24 წელი არის ესეთი რა, ჯოხების ერთ რაღაცას იმას ვიზამ, ხო იცი? მე ჩვენ ხელისუფლებაში მყოფ რამდენიმე პირს უთხარი, რომ არჩევნები გადაიტანეთ მეთქი, ჯერ ამერიკის არჩევნები ჩატარდეს მეთქი. და მე საქართველოსი რომ ვიცოდოთ ვის შევეტენოთ. ისინი ითხოვენ. ჩვენთან ისინი ითხოვენ. გასაგებია ხო? ყველაფერს. ეგეთი ისიც მქონდა. ანუ ვაფშე რა გვინდა არჩევნები მე დაგიხატავ რა იქნება. ლეო, კაცო მართალია და თუ პირიქით განზრახარი, ამან არაფერი შემთხვევითი არ არის. გლობალისტებს უნდათ რომ ჩვენ გამოვიცნოთ ხოლმე. აი რუსები რო იტყვიან на упреждение შევეტენოთ. ანუ ისე უნდა იყოს რომ აი ლევანის იმის არ იყოს ერთმა დეპუტატმა რომ ხმა წინააღმდეგ მიცა და კლაუდე ნეგრევე ხო და ჩემი ამბის აღარ გავიმეორებ ხო აქაც იგივეა შენ ისე უნდა მიყავდეს პოლიტიკა არ კონდეს მნიშვნელობა მაგათთვის ვინ გაიმარჯვებს ყველა მაგათ უნდა ეტენებოდეს ეხლა სხვათა შორის იქნება ამ საწყალ გაიანას თავი დავანებოთ ერთი წუთით და ლევან თუ შეამჩნევდი ალბათ თუ შეამჩნიე ბოლო 3-4 დღეღამის განმავლობაში ამერიკაში დემოკრატებმა დაიწყეს პირველი სიგნალების გამოშვება რომ ვაღიარებთ რომ დრო არსებობს გაახალგაზრდავება შეუძლებელია ბაიდენი გამობენტერდა და ვერ გაკაჭავს მეორე ვადასო და დაიწყო ასე ვთქვათ გაიხსნა floodgates ანუ იმის რა ქვია წარღვნის კარიბჭეები გაიხსნა რა და ეხა მომავალი რამოდენიმე დღეღამის განმავლობაში მე ველოდები ცუნამის ამის გარშემო, იმიტომ რომ ცხადია რომ ადრე თუ გვიანას უნდა მომხდარიყო აღიარება იმისი რომ ბაიდენი ვერ იქნება მეორე ვადით პრეზიდენტი. ამასთან დაკავშირებით მაქვს შენთან სამი შეკითხვა. პირველი შენი აზრით ვის წამოწევენ დემოკრატები გევინ ნიუსომის გარდა ამ პოზიციაზე?
მეორე ხომ არ იქნება წარმოუდგენელი სცენარის გათამაშება, რომ ეს ჯოჯოხეთის მაშხალა კამალა ხარისი წამოძიონ და მესამე რას ნიშნავს ეს ტრამპის შეუჩერებელი წარმატებული კამპანიის მიმართებაში უახლოეს დროს. თუ მივადექით ლიბერალურ ლოგიკას არაპრაქტიკულ მართლა ვინც არიან სპეციალისტები ამერიკაში ლიბერალურ ლოგიკით ხო კამალა ხარისი რეალურია იმიტომ რომ ესე იგი თეთრი კაცის მერე მოდის შავი კაცი მერე მცდელობა იყო ქალის და აქ კიდე ყავს ფერადი ქალი ანუ საითკენაც უნდათ რომ წაიყვანონ ამათმა ლიბერალებმა და გლობალისტებმა მიმართულება, ხო? ძირითადად ცენტრალურ მაგათ ბაზისის ქვეყნიდან. ესეც ქალი უნდა. ხო, ეს ჯდება მაგ ხო, მაგ ტრენჩი ჯდება. მაგრამ მაგის გარდა კიდე არიან აბსოლუტურად ფხიზელი დამაანგარიშებლები რა. ამიტომ ეხა მაგის ის რაც თვითონ ვერ მისულან და ვერ დავანგარიშებიათ ამას ძალიან რთულია მაგის თქმა. პლუს ხდება რა ხდება ეს მოვლენები, ეს ხო არ არის შემთხვევითი მოვლენები, ხო? გინდა ხამასი, გინდა ვენესუელა, გინდა აი ეს მოვლენები და რა ვითარება იქნება და ეს ხანძრები სადაც ჩდება იქ რა აგენდით უნდა მოხვიდე, ხო, ამაზე იქნება გაანგარიშება. ამიტომ ამათაც არ ექნებათ სრული სურათი. ეხლა რამდენიმე პროექტი ექნებათ, მაგრამ გააჩნია რითი მოხვიდე, ესე იგი სულ უცვლიან, ესე იგი მაგრამ მარტო დემოკრატებზე არა ლაპარაკი. რესპუბლიკელებსაც სარკისეულად შესაძლებელი ექნებათ თავიანთი აგენტა და არ არის გამორიცხული, რომ იმათმაც თან უკვე მაგის მოძრაობაც არის, ისინიც უკვე ფიქრობდნენ ეს გეგმა B რომ თუ იქიდან რაღაცა მოქმედება მოხდება, ამათმა რა მოქმედება უნდა გააკეთო. ამიტომ ზუსტად მაგისთვის ხდება ეს ვენესუელები და ხამასები რაღაცები, რომ მე და შენ კი არა რომ ისინი დაიბნენ თვითონ, რომ რა გზით წავიდნენ ამ არჩევნებზე და რა აგენტით წავიდნენ. მე ვთვლი რომ პრაქტიკულად ეხლა მე პრაიმერისები ხო თავისთავად, მაგრამ ნუ პრაიმერისებამდე ზაფხულამდე ესეთი რეალურად და რეალობასთან ახლო ვერ დავითვლით რა მაგას. იმიტომ კი არა რაღაცას ვერ დავითვლით. ალბათ დავითვლით, მაგრამ ის ბაზისი არ იქნება, საიდან უნდა დაითვალოს საერთოდ ეს ყველაფერი. მე დამავიწყდა კიდე ორ არჩევნებზე რომ ვთქვი შეერთებული შტატების და რუსეთის ტაივანის არჩევნები. ხო. გომინდანის ამბავი. გომინდანი იქ ხალხის პარტიას და უნდა გაერთიანებულიყვნენ ერთი კანდიდატით, მაგრამ ვერ გაერთიანდნენ, ან ტაქტიკური სვლა არის რომ არ გაერთიანდნენ, ამიტომ მაგ არჩევნებზე ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული. ის მომავალი უფრო მწვავე დაპირისპირება, რომელიც ცხელფაზე შეიძლება გადაიზარდოს და ხეთ ჩემი ანგარიშით ეს 25 წელს უნდა მოხდეს. ამაზეც არის ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული, როგორ შეიძლება ამ სიტუაციის დარეგულირება ან არ დარეგულირება. იმის მიხედვით რა მოხდება ტაივანში. და კიდევ საქართველოს არჩევნები. ვიღაცას თუ მე ამას ხუმრობის გარეშე ვიძახი. ეხლა სხვა მაყურებლისთვის ალბათ ის იქნება, რომ სასაცილო იქნება. ხო, სასაცილოა, როგორ. აქ არის, ნუ როგორც თქვით რა, ალბათ შეიძლება შემდეგ გადაცემაში თუ გვექნება მაგის საშუალება, უფრო გავშალოთ რა. რას დაგვიბეტონებენ აქ? მე ამას სულ სხვანაირად უყურებ ამ თამაშებს, იქ ეს ყურადღების ნაცმოძრაობის რაღაცები. მან სულ სხვა კლანი იკრიფება. სულ სხვა კლანი პროდასავლური ჩვენი პრეზიდენტის სახით და NGO-ების სახით და იქ რა გაერთიანება მოხდება და მე მიმაშინ ესეც ფრანგი მიმართულების არის, აქედანაც ფრანგი მიმართულების ყავს და მე მგონია უფრო რომ გაათამაშებენ ამ ხელოვნურად
ჯერ ეს ხელოვნურად დაპირისპირება გათამაშებულია. რა თქმა უნდა. მაგრამ უკვე ჯგუფურად გაათამაშებენ ამ დაპირისპირებაზე და ამ თეატრით მოგვევლინებიან ესენი და ბოლოს მივიღებთ მაიცა ჩაგეკითხები რა. ანუ შენ საინტერესო ასპექტია, შენ რას ამბობ, რომ ვითომ ფრანგებმა გაბონის, ბურკინა-ფასოს და გაიანას სანაცვლოდ დაითრიეს საქართველოს და სომხეთი. მე ზუსტად მაგი ვთქვი, როცა დაიწყო აფრიკა, ფრანგები კარგავენ აფრიკას და მაგის მერე იწყებს მაკრონი სასწაულ მოძრაობას უკან ამერიკელებს მანდატი აქვს მიცემული კავკასიაში და აგერ ხედავთ პირველი სამხედრო ტრანზიტი სომხური და თან შეხედე რა ინტენსიური შეხვედრები არის შინაგან საქმეთა მინისტრები ეს ჩვენი თავდაცვის მინისტრი ჩასული ანუ იმას აბავენ საქართველოს როგორც პლაცდარმს და სასომხეთი უკვე ამორჩეულია ტორპედოთ იმისთვის რომ მოხდეს ანუ მეც შენი არ იყოს ბოდიში გაიანას დუშაშის არ იყოს მეც დუშაში გამიგორებია როდესაც ქიმიოთერაპიის დროს რო არ გავგიჟებულიყავი ტკივილისაგან გადავწყვიტე ფრანგული მესწავლა. მეც დუშაში გამიგორებია თაიმინგის თვალსაზრისით. მე იმედი მაქვს რომ არ გამოგადგება. ახლა ფრანგოფონიის იმაში შევთხარეთ მაგარი ფრანკო მოლაპარაკე ქართველები. მაგრამ მე კიდე ესე იგი აფრიკას როცა კავკასიას უბავდი, მე ლათინურ ამერიკას უბავ შუა აზიას. საპასუხოს იქით გააკეთებენ. და დაიწყებენ ყაზახეთიდან. ანუ აი ეს თამაშები ჩვენ გველოდება, ხო? ეს თამაშები ჩვენ გველოდება. რატო ყაზახეთიდან და არა ყირგიზეთიდან შეგიძლია ამიხსნა? იმიტომ რომ ყაზახეთში ძალიან მაგრად არიან. ძალიან სისტემურად ზიან. ყირგიზეთი ომარა როცა ალმა-ატას მოვლენები იყო, მე ვიცი რუსებისგან რომ 25,000 მიყვებოდნენ ასეთი ნონ-სტოპ ის იყო დაჯდომებიო აეროპორტშიო სპეცნაზისო და თვითმფრინავიდან გადმოსულები ეგრევე შედიოდნენ ბრძოლაშიო რა რუსებმა ისეთი ეს იყო თან გახსოვს უკრაინის ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე და რუსეთმა ისეთი ასე ვთქვათ სისასტიკით და ძლევამოსილებით ჩაახშო ის მოვლენები, რომ ეხლა მიკვირს რომ შენ ამბობ, რომ მაგათ აქვს შანსი ისევ ამოუყირავონ ყაზახეთი? ტოკაევის ძრომიალა პოზიციის გამო? აქ არის საინტერესო რაღაცები ხდება. თვითონ ყაზახეთში ძირითადად საკითხი რა არის? ურანი, რაზეც ჩავიდა მაკრონი და დაუქნიეს ხელი. ნიგერის კომპენსაცია, ხო? მაკრონის უკან დგას შეერთებული შტატები. თვითონ რო ვეღარ წევს ყველგან თამაშს, აქეთ უკრაინაზე მეამაგრა გერმანია, აკიდა რო აწი თქვენ დააფინანსებთ. გერმანია ორჯერ გაზარდა და ხელს იბანს შეერთებული შტატები. მარტო პოლიტიკური დახმარება. ძირითადი აკიდეს გერმანიას უკრაინის საკითხი. ეხლა იქ მოგებაზე არავინ არ ფიქრობს, მაგრამ ის ხაზიც რო არ დაენგრეთ, ამიტომ გერმანიის მოსახლეობამ უნდა ინახოს ეს. ეგეთივე აკიდეს საფრანგეთს. და მაგათ მანდატი ფრანგებს კავკასია და შუა აზია. მე გეთანხმები, მე არ ჯერა მაგათი მოგების მანდ, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს არ მოხდება. იმიტომ რომ ყველანაირი შეჩერება, შეშფოთება, პრობლემების შექმნა და ძალების გადანაცვლება ყველა მუშაობს ეს ჩავთვალოთ ორი თეორიული ბანაკი რა ყველა მუშაობს რომ დაუფანტოს ერთმანეთს ძალები დაასუსტოს თუ ვინ წააგებს ყაზახები წააგებენ თუ ვინ წააგებენ სომხები თუ ვინ წააგო უკრაინელები რა მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ სამი დარტყმის ქვეშ ჩდებით ჩვენ ჩდებით სამი დარტყმის ქვეშ თუ მოახერხეს ისეთი ბეტონით ჩაბეტონება ფრანგული მთავრობის აქ ჩვენ ეხლა აზერბაიჯანი ყველანაირად იკავებს თავს მაგრამ შეინცილებან მე
ის ურთიერთობა მაქვს, რომ რეალურად როგორ არიან გაბრაზებული ჩვენზე, მე ეგ სურათი აბსოლუტურად მაქვს. თურქეთი ხმას არ იღებს, თურქეთი როგორ იქნება გაბრაზებული, რუსეთი ხმას არ იღებს, მაგრამ ვინ გითხრა, რომ რუსეთს ახლა ეს სამხედრო პოლიტიკური ფრანგული ალიანსი საქართველოს სასამხედრო შეიძლება მოეწონოს. ამიტომ აქ არ არის გამორიცხული, რომ მიგვიშვან, გაიგე, აი ამის გასაკეთებლად და რისკები ავწდით ომსო. იქ ერთი ომის საშიშროება ქონდა და აქ უკვე სამ ტერს იჩენ რა. კი ცდილობენ მესამე რომელია? თურქეთი, აზერბაიჯანი, რუს რა გაუხარდება ახლა პლაცდარმების გაკეთება. ამიტომ ეს თემები მერე გავშალოთ, მაგრამ მაგიტომ ვიძახი, რომ საქართველოს არჩევნები, ქართული არჩევნები აღარ არის იმითი, რა ქვია, მასშტაბით, ხო. ეს არის უკვე, ესე იგი, ან ესეთ ხაოსში დავრჩებით, ან თუ რაღაცა ჩააბეტონეს, თან მერე ვინ გითხრა, რომ ეს ორი ძალა თუ შემოვიდა იმ მეთაურობით, ერთი პატრონის ქვეშ, გარე პატრონზე მაქვს ლაპარაკი, შიდები ვიცით ყველაფერი. ხო? არ იქნება. ხო, არ გააკეთებენ კოალიციურ მთავრობას. და იქნება 100%-იანი და ეს მithom იქით-აქეთ მთავრობისგან, აქეთა ნაწილისგან და ამ ნაწილისგან გამოვა უკვე ჩაბეტონებული საპლაცდარმო სახელმწიფო. მაგას კაი, მოდი მაშინ ბოდიში რო გავწყვეტიებ ლევან, წავიგდოთ საქმე წინ და თქვათ ჩვენი მომდევნო შეხვედრებისთვის გადავდოთ, ანუ მოდი ესე დავარქვათ, საერთაშორისო პანორამის ექსტრაპოლაცია ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე და რას დრო დაგვრჩა, ცოტათი მიუბრუნდეთ რუსეთს და აი რატომ. გუშინ წინ და იმის წინ ჩატარდა Всероссийский Всемирный Русский Народный Собоris 30-ე საიუბილეო კონგრესი, რომელზეც მეც ვიყავი მიწვეული. და მე მან გავაკეთე შემოკლებული ვერსია იმ მოხსენებისა, რომელიც ორი კვირით ადრე გავაკეთებ ლაგაროდნაე საბრანიაზე რუსული ნაციონალური იდეის გარშემო. და თვითონ კონგრესმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მე სპეციალურად არ მივედი პლენარულ სხდომაზე, იმიტომ რომ არ გამოვჩენილიყავი დარბაზში, სადაც პუტინის სიტყვით გამოდიოდა, იმიტომ რომ ამიკლებდნენ საქართველოში ეს ჩვენი იდიოტები, ხო? ხო და გუშინ დამპატიჟეს ალექსანდრე ანდრეევიჩ პროხანოვის მიერ დაარსებული Русская мечтас, რასასაცილო დამთხევა იმეში, რა ქვია, სახელწოდებაში. ეხლა დარწმუნებული ვარ, პროხანოვმა არც იცოდა, როცა Русская мечтас ისბორგის კლუბის საფუძველზე აფუძნებდა, რომ ის დაემთხეოდა ქართული ოცნების ეტიმოლოგიას, ხო? და პროხანოვი როგორც თბილისში დაბადებული უდიდესი რუსეთის პატრიოტი და მოაზროვნე და მართლა გენიალური მწერალი, ну, легендарული პიროვნებაა და დამპატიჟეს Русская мечтас სხდომა იყო, რომელიც ჩატარდა უცნაური ეგიდით, უცხოელების შეხედულება на русскую мечту. და ტიმ კირბი იყო, ჯონ დუგანი, რამდენიმე ამერიკელი იყო, მე ვიყი მეჰმეტ აპერინჩეკი, ეს მთავარი თურქი რუსეთში. პროფესორი, ჩემი მეგობარი და შეინძმაკაცი მეჯდა გვერდზე, მაქსიმა შევჩენკო, რომელსაც არ ვიცნობდი. მოვიდა დაგვიანებით ჩემ გვერდზე დაждდა რა. და მე მომწეს სიტყვა ლამის მეორეს, აი ამ ამერიკა ტიმ კირბი იყო და მე მევილავ. არა, მე ვიყავი პირველი ორგანიზატორების მე. ხო და ეხლა ჩემი ხედვა იცი შენ ამ რუსული ნაციონალური იდეის, რომ დემოგრაფიას უნდა მიხედონ და ეცადონ ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა გახდნენ სოფლიოში, იმიტომ რომ ნუ მე ვცდილობ ესე, ასე ვთქვათ, კრიპტო ვერსიით უთხრა, რომ დაანებეთ თავის ხვების მიწების წართმევას და იმ მიწას მიხედეთ, რაც გააქვთ. ანუ მე ამაში ჩემი ქართული პატრიოტული აჯენდაც მაქვს, თუმცა არ მალავრო გულწრფელად ვუსურვებ რუს ხალხს არ განადგურებას და დემოგრაფიულ შემოტრიალებას. მაგრამ მთელი ეს მოვლენები, რასაც ვაკვირდები, მე 95 წლიდან ამერიკიდან რო ჩავედი რუსეთში, აგერ თითქმის რამდენია 30 წელია გასული, მთელი ამ 28 წლის განმავლობაში
ჩემ ცხოვრებაში არ მინახია ესეთი აღზევება კონსერვატიული დღის წესრიგისა. შიგნით რუსეთში, იმიტომ რომ ქართულ იდიოტ ლიბერალებს რუსეთი კი კონსერვატიული კონგლომერატი და მონოლითი გონიათ, მაგრამ მე და შენ ქე ვიცით როგორც აყავთ ჭინკებს ელცინის დროიდან შეჭმული მოსკოვი, ხო? 100 მოსკოვური თეატრიდან მარტო ერთი ცალი დროებით ჩაუვარდა ხელში არა მამათმავა ლედიკა ბაიაკოვს, შოთიკოს ძმაკაც, რომელიც აცი ჩემი ძმაკაციც არის და იმდენ იქნეს რომ სანამ კაც გულზე ღია ოპერაცია არ გააკეთებიეს და არ გააგდეს იმ თეატრიდან არ მოეშვენ. და აი რა მინდა გკითხო ამ თვალსაზრისით რა. ეხა იყავი შენც მოსკოვში, ხო? როგორ აფასებ შენ კონსერვატიული შემოტრიალების conditions, ანუ მდგომარეობას რუსეთში, რამდენად გრადია ის და რამდენად შეუქცევად სტატუსს მიაღწია მან. თუ მაინც ასე ვთქვათ, ეს ჯერ ყველაფერი ძალიან ზედაპირულია და არის შანსი ლიბერალური შეტრიალებისა რუსეთში. ნუ დიდი ნაწილი ლიბერალების ჩვენსკენ გამოყარეს რუსებმა. არა, მე მგონია, რომ კონსერვატიულ გზაზე დგას რუსეთი. მე მგონია, რომ ძალიან ბევრი საკითხები, რომელიც ესე არ ჩანს, ძალიან ფრთხილად უდგებიან ამ ომის პერიოდში. რომ პირველი რაც მოახერხეს, ხო? აი ნუ რუსი როგორ ომობდა ხოლმე. რომ ესე იგი ყველგან გრძნობდი რუსეთში, ნებისმიერი ომი აიღე რუსეთის, რომ ომის მდგომარეობაში იყო ქვეყანა. ამათმა მოახერხეს ეს ომი, აი როგორც ამერიკელები რომ ომობენ, რომ იქით სადღაც ომობენ და მუდმივად ომობენ და შეგინთ ამერიკას არა. აი დაახლოებით ეს მოდელი ის აქვს, ძალიან ფრთხილად ადგებიან, მაგრამ ეხლა რასაც უყურებ, ძალიან დიდი წმენდა წავიდა სამხედროებში. მაგ მიმართულებით, რაზეც ლაპარაკობ. იდეოლოგიური მიმართულებით. ხო, ძალიან დიდი წმენდა წავიდა ორგანოებში რუსეთში. მაგრამ ამას მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ამას არ კონდეს იმის მსგავსი რა, როგორც 37 წელიან რამე, მაგრამ მაგზით მიდიან რა, ფრთხილად, მაგრამ მიდიან. მე მიმაჩნია, რომ აი ზუსტად საპრეზიდენტო არჩევნების მერე ну ლოგიკით, ხო? მაგრამ რუსეთი და ლოგიკა რთული საკითხია. ლოგიკით ძირითადი საკადრო ცვლილებები უნდა იმ არჩევნების მერე მოხდეს და მერე უკვე თვალსაჩინო იქნება ის რაზეც ვლაპარაკობთ რა. მე ვიტყვი ჩემ არჩევნებმა ბუდიში რომ შოტიკო, კი რა თქმა უნდა, ერთი წუთი. ანუ შენ გჯერა რომ რუსულად რო ვთქვათ, ნაკანეცთა, ანუ ბოლოს და ბოლოს პუტინი აღარ იქნება ორსახაიანუსი და გახდება ცალსახად კონსერვატორი? მოდი ცოტა სხვანაირად ვიტყვი რა. ცოტა სხვანაირად ვიტყვი რა. იქ ჩვენ ხო ვიცით როგორც არის ეს სტრუქტურა. ანუ ის ძალა, რომელიც კონსერვატიულია ის უკვე დომინირებს იმ მეორე ძალაზე. აი მეორე ძალას უკვე სერიოზული შიში აქვს ამ კონსერვატიულ, უფრო პატრიოტულ ძალასთან. და პუტინის კიდე მართვა ყოველთვის იყო იმის მიხედვით ამის ბალანსი. აქ უკვე ბალანსი აღარ არის. დაირღვა ბალანსი. ხო, ბალანსი მე ვთვლი რომ დარღვეული. მე ვიტყვი ჩემს მე მაინტერესებს ერთი მომენტი, აი შენ მე შემებურად ვაფასებ ამას. მე მაგალითად მგონია რომ არის ორი მარკერი. ესე იგი ლიბერალური კატასტროფისა. თუ ლიბერალებს ესე იგი ჩაუკეტეს განათლების სისტემა და ლიბერალის ჩაუკეტეს კულტურა. მე ამას ვერ ვხედავ რუსეთში. ანუ კულტურა და განათლების სისტემა ლიბერალური წნეხის ქვეშ არის ეხლაც რუსეთშიც და ნუ საქართველოში ხო საერთოდ განათლების სისტემაზე არ დაგეთანხმები, იმიტომ რომ დაიწყეს ახალი სახელმწიფოების გამოშვება. ხო, ეგ ვიცი. იქ იყო დიდი რაღაც კამათი, მაგრამ ხო, ბევრი ამიტომ მანდაც ნელ-ნელა მიდის. კულტურა არის ის, რაც ჩანს. დღეს ვინმე
თეატრის რეჟისორს რომ მოკიდო ხელი, იმ ხელაკივილი იწყება, ხო, ვიდრე მიზა, რა ქვია, 50000 კაციანი ჯარი გაუშვა სადღაც ფრონტის ხაზზე. ხო, არა, გეთანხმები, მაგრამ საზრისი აქ ყალიბდება, გაიგე რა მომენტია. საზრისი თუ ჩამოყალიბდა ლიბერალური საზრისი შეიძლება ამას სუბოლო მომენტში ერთად მოხვეტავენ რა. ხო, ნუ ნახოთ. ჩვენ თავს მივხედავთ. ხო, ჩვენ ჩემი ძმაკაცი იყო სანამ ჩუბაის ისრაელში. ჩემი ძმაკაცი იყო სტუმრად როსნანოში რა და მას დახვდა იქ უშიშროების უფროსი ამ როსნანოსი, რომელიც არის FSB-ს გენერალი. ხო და რომ მივედიო, ეს თვითონ ბიზნესმენია რა და 3 წლის ამბავს გიყვები. ხო და სანამავად გამხდიდნენ, ხო და რომ მივედიო, გამიკვირდაო, რომ ეს ჩვენიანი პატრიოტი და სუვერენისტიო ამ ჩუბაისის ბუდეში ვინ შემოუშვაო. ხო და დაუნიშნიათ უშიშროების მხრიდან რა ეს კაცი. ხო და ესე ვიცნობ ესეთი სიმპათიური, ძალიან სწორი, პატრიოტი, მართლმადიდებელი, მორწმუნე კაცია და ჩუბაისიო თვითონ ვერ შემხვდაო, დაემალა ეთყობა ამას, იმიტომ რომ ესეთი პატრიოტული ყაიდის კაცია და ამ კაცმა დამათვალიერებინა მთელი როსნანო რა, ეს დეპარტამენტები, რომლებშიც ეს ჩუბაისის მაფიაში და ამდენი წელი და გაზიდეს, რაც გასაზიდი იყო, ხო და რომ მაცილებდაო, იცინოდა მანქანაში რომ მაჯენდაო, ეს მანქანის კარი რომ გაუღეს, ესე გადამეხვიაო და ყურში მითხრაო, რუსულად ვიტყვი. А потом я здесь всё окраплю. ანუ მე აქ დაკურთ წყალს მოვასხაო ყველგან. და ძალიან მენიშნა მაშინ და მე ვთხარი, ნუ თუ მეთქი როდისმე გავხდები მოწმე იმისი, რომ ჯუბაისმა ასე ვთქვათ, დათმოს პოზიციები, მაგრამ აგერ ხომ მოვესწარეთ. ხო, რა თქმა უნდა. ჩვენი დრო ჩვენი გადაცემის მე მგონი ძალიან მალე გაიქცა. იმდენად საინტერესო ის არის, რა ვქვია, საუბარია, რომ ნელ-ნელა ესე იგი გაგვეპარა ყველაფერი და ხო, ვერ მოვასწრებთ მთელი სამყაროს რაღაც მე-4 უფათურეთ, არა? ხო, ვერ გადავწყვდით გაიანედან ტაჯიკეთამდე, თუ ყირგიზეთამდე არ გვეყო დრო და როგორც ქართველებს შევია და მოდი ესე ვთქვათ რა, ლევან და შოთიკო, არა, ეს ერთი და სხვა მრავალია რა. კი, აუცილებლად და გავაგრძელოთ ეს საუბრები და ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ამ საუბარმა კიდე უფრო მეტი კითხვები გააჩინა ჩემში ყოველ შემთხვევაში. მე არა ვარ ესეთ გარკვეული კაცი, როგორც არის ლევანი. ვინემ ესე იგი პასუხები მივიღე ყველაფერზე. უფრო და უფრო მეტი კითხვები გააჩინა. გასაშლელია ეს ყველაფერი. ნახოთ, მე შეიძლება როგორ დავალაგოთ, იცი? მოკლედ ყველაფერს გადაუაროთ და რამე ავიღოთ ის რაც გასაშლელია გავშალოთ ბოლომდე რა. ცნობილი ფრაზა როა. დღევანდელ საქართველოს ტელევიზიებს რო უყურებ, სოფლიოში არაფერი არ ხდება. რა თქმა უნდა, მარტო არის ნაციონალური CNN-ს რო ჩავთავ, ხაბეიშვილს რატო არ ანახებენ მეთქი რა. მე საერთოდ ესე ვიტყოდი, რომ ნებისმიერმა ინტელექტუალურმა საუბარმა კითხვები უნდა გააჩინოს და არა პასუხები და ეს მოხდა დღეს აქ და ლევან, შენ დიდი მადლობა და მადლობა ლევან დაპატიჟებისთვის და გაიხარ. მადლობა. სასიამოვნო იყო კიდე ერთხელ. მადლობა მაყურებელს, რომელიც გვისმენს.